აი, დღევანდელი ლექციის თემა არის reinforced learning. გამტკიცებითი სწავლება შეიძლება დავარქვათ ქართულად. და მოგეთ სლაიდები არის deep reinforced learning-ზე, რაც არის reinforced learning-ის ნეირონული ქსელების არქიტექტურის გადაჭრა. რა ეს იგივე რომ რაღაც მაგალითად ახლა computer vision-ში რო იყო ობიექტები დეტექცია, კლასიფიკაცია რაღაცების სანამ deep learning მოიხდებოდა რაღაც ბევრი feature engineering-ით და რაღაც SVM-ები და რაღაცებით ჩამოჩვდნენ ამოხსნას, ხო? მაგრამ ხო ამოცანა მაინც computer vision-ში არის image classification-ი, просто ხსნება deep learning-ი და ახაც იგივე თემაა reinforced learning-ი არის ზოგადი ამოცანა, რომ ზოგ რაღაცას deep learning-ის გარეშე ვერ ამოხსნა. ახლა რა არის reinforced learning? Reinforced learning არის ჩემი საყვარელი სფერო და ახლა კარგი ხანი არ მიხედავს, მაგრამ არის ძალიან ინტუიციური და ყველაზე და რეალისტური ამოცანის ფორმულირება. ყველაფერი გავს თანარს. ანუ ამის მიზანი საბოლოო ჯამში არის ოპტიმალური სტრატეგიის პოვნა. ოღონდ რო დაფიქრდეთ ოპტიმალური სტრატეგია რაში? ანუ შეიძლება ნებისმიერ რაღაცას დაარქვა, ფინანსები. შენ როგორ გაანაწილო შენი ფინანსები, მაგასაც სტრატეგია ჭირდება. რაღაცა ნებისმიერი ამოცანა, რომელსაც რამდენიმე ექშენი ჭირდება, და ექშენების თანმიმდევრობა და აქვს რაღაც საუკეთესო სტრატეგია, როგორ უნდა გააკეთო, ისე რომ მიიღო საუკეთესო შედეგი, ნებისმიერ ამოცანას, სადაც ასე ჩამოვაყალიბებ, ავტომატურად შეიძლება გახადო reinforced learning-ის ამოცანა. ანუ ამ ამოცანის ჩამოყალიბებაში რა არის? გაქვს ორი, ასე ვთქვათ, subject-object, ასე ვთქვათ, აქვს ორი entity. ერთი არის აგენტი და მეორე არის გარემო, environment. ანუ ეს გარემო არის, სადაც რაღაცები ხდება. და აგენტი არის, ვინც ამ გარემოში ოპერირებს. ანუ მაგალითად ჭადრაკის იდეა რო ავიღოთ, აგენტი არის მოთამაშე, ვინც სვლას აკეთებს და environment-ი არის დაფა, მდგომარეობა. ზოგადად environment-ს აქვს რამდენიმე ფუნქციონალი, რა? მაგრამ სინამდვილეში როგორ ხდება ან თამაში რა არის? თამაში არის რომ აგენტი არის environment-ის რომელიღაც სტეპში, რომელიღაც სტეპის stage-ი, ობზერვაცია ბევრ სახელს ეძახიან რა. ანუ რომელიღაც state-ი, ანუ state-ი ყველაზე კარგი ვარიანტია. ანუ რომელიღაც state-შია. ანუ მაგალითად ამ თვალში არის აი ასე state-ი ვთქვით, შეგიძლიათ პირდაპირ ერთ მასივად ჩამოვაყალიბო და რომელად პირასაიქ შეინახო დამატებად და აგენტს შეუძლია ყოველ state-ში გააკეთოს რაღაცა action-ი. ანუ შენ თუ ხარ რაღაცა state-ში, ან t_t არის, ანუ რომელ, ან t-ზე თუ ხარ, შეგიძლია ეს state-ში გააკეთო რაღაც action-ი at, მაგალითად ეს რაღაცა დედოფლის spike-ი ატიო ზემოთ, აღარ მახსოვს ABCD რომელია, სადაც მაგალითად არ მახსოვს ამიტომ. არ შევირცხოთ თავს, ანუ დედოფლის spike-ი წინ დაწევა არის და ამ action-ის მერე მოხვდი ახალ state-ში. ახალი state-ია, სადაც spike-ი არის დაწეული წინ. ამ state-ში environment-ი შენ გადლევს რაღაცა reward, რომელიც შეიძლება ნული იყოს. ეგ უკვე environment-ის მოდელირებაზეა. აი გაიხსენეთ გენეტიკური ალგორითმი ვაგიხსენეთ შემწინა ლექციაზე. იქაც რაღაც იგივეა რა, რო დაფიქრეთ რომ აი რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ რომ შენ ხარ ღმერთი, ანუ შენ ხარ ის მოდერატორი, ისე რომ ღმერთი წყალებში რა თქმა უნდა, შენ ხარ მოდერატორი და შენ წყვეთ რა არის იმ ევოლუციის წესები. აქაც environment-ს ვიც აყენებს, ეხლა შეიძლება environment-ი ხარ მოცემული კონდეს, შეიძლება შენ შექმნა environment-ი. ამ შენ აძლევ რაღაც rewards. და ეს აგენტი ამ rewards იღებს. აგენტის მიზანია თამაშის მორჩენის დროს რაც შეიძლება მეტი reward-ი კონდეს. ანუ სტრატეგია, ისეთი სტრატეგია შეიმუშაოს, რომ ყოველ სვლაზე ისეთი სვლა კი არ გააკეთოს, რომელიც
ან გრიდის სვლა კი არა, ფიგურაზე კი არ დახანდეს, მაგალითად ჭადრაკის ენაზე რო ვილაპარაკოთ. არამედ მოგებაზე წავიდეს. ანუ შეიძლება ფიგურა მოკლა და მერე ბეითი იყოს და შამათი ქონდეს ორსულაში, ხო? ანუ თელემუღამი არის რომ შენ თამაშის ბოლომდე long term საუკეთესო სტრატეგია აირჩიო. ნებისმიერი რაღაცის ჩამოყალიბება შეიძლება ასე. წარმოიდგინეთ სიარული. რობოტმა რო ისწავლოს სიარული, reinforcement learning-ის ამოცანაში ჩამოაყალიბება. environment-ი არის, სადაც უშავს, state-ი არის ის სენსორები, რასაც აძლევენ ინფორმაციას, ანუ მოხრის კუთხე შენ აარჩევ რა. ახლა რობოტი ფეხი რო აქვს სიტყვაზე, მოხრის კუთხე რაღაც ეგეთი სენსორული ინფორმაცია ასე ვთქვათ, ეგ არის შენი state-ი. შენ ამ დროს რაღაც action-ს აკეთებ, აქ რაღაც მოტორები გაქვს, აქ რაღაც ადგილებში ძრავები აქვს ჩართული, ხო იმას ამ რობოტს. რომელ შენი action-ი არის, რომელ მოტორში რამხელა ძალა მიანიჭო და რა მიმართულების ნუ გააჩინე ხა როგორი ის არის, ხო? თვითონ რობოტი როგორ არის შექმნილი და მაგას რო გააკეთებ, მე რაღაცას ხო მოხდება, ან წინ წავა, ან უკან წავა, ან დაეცემა რაღაცა რა. რაღაც მომენტში შენ გადავთქვა, აი 2.5 წამის მერე, წამნახევრის მერე, 2 წამის მერე შენ გასაწყვეტია environment. მაგის მერე უკვე აღმოჩნდა ახალი environment-ი, შენ რაღაცა ძალა მიანიჭე, წინ გადადგა ნაბიჯი, შეიძლება დაეცა. თუ დაეცა, თამაში მორჩება. და ამ თვაში თუ არა და თამაში მორჩება თქვა 20 წუთში სიტყვაზე და შენ 20 წუთი ამას ასვლა. ამიტომ ამის მთელი მუღამი შენ reward ისე უნდა მიცე ამ გარემომ, ამ შენ ხო კოდს შენ წერ აქ და ახლა შენი მიზანი არის რომ კი ბევრი ეგეთი ძალიან განახეთ მაგ ვიდეოებსაც ალექს. მაგალითად წარმოიდგინეთ რაღაცა ანუ ის უნდა გაიადო, ახლა environment ცალკე არ შეხებოთ, ანუ შენი მიზანი საბოლოო ჯამში ამ environment-ში საუკეთესო reward-ი კი არის, მაგრამ შენი მთავარი მიზანია რომ ამ რობოტმა სიარული ისწავლოს. უბრალოდ ეს რომ მოარგე reinforcement learning-ის ამოცანას, ეგ გადაითარგმნა იმაში, რომ შენ ამ თამაში ამ environment კოდი წერია, რომ თუ დაეცა 0 ფულა, თამაში თავა მინუს ფულა დიდი და თამაში მთავრდება. ამ environment-ს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ხო, აქ თუ შენ ყოველ დაცემაზე, ყოველ ნაბიჯ გადადგმაზე მინუს ფულა მიეცი მაგალითად, ეს ისწავლის დაცემას. რატო? იმიტომ რომ თუ დაეცემა და თამაში მორჩება, რაც უფრო ადრე დაეცემა, მით უფრო მალე მორჩება, ანუ მით უფრო ცოტაჯერ აიღებს მინუს ფულას, ან ყოველ გატარებულ წამზე თუ მინუს ფულა მიეცი. მაშინ ეს ადგებოდა ყველაზე მეტი ჯამური reward-ის საუკეთესო სტრატეგია იქნება, რომ ვაფშე არ მიწდე. ხვდებით ხო მაგას? ანუ საუკეთესო სტრატეგია იქნება, რომ ვაფშე გაეცე იმ მომენტში. მაგრამ თუ შენ ყოველ ჯერზე მიცემ დადებით rewards, ამისთვის კიდევ ერთი წამი გატარება ამ environment-ში სწორი სტრატეგიაა. ხო? იმიტომ რომ უფრო მეტი rewards მიიღებთ. ანუ რო შეადარო ორი სტრატეგია, ერთი რომელიც წუთნახევარი არის გაჩვენა, მეორე წუთნახევარი და კიდე ერთი წამი. ხო? ეს ჯობია, ხო? რომ რაღაც ერთი ქულით მეტი ექნება და ანუ საუკეთესო სტრატეგია, რომელიც საუკეთესო ქულას მიიღებს, არის ეს, ხო? კი ბატონო. ნაწილია, მაგრამ წავკითხო მესიჯი. ჩემთვის ყველაზე უცნაური ნაწილია გარემოსა და აგრეთვე ნეიროფსინის დაკავშირება. რა არის output shaping, როგორ ხდება ეს? ასევე მე რო ვეძებდი არაზე ვერიპოვე ესეთ კანონები, რომელსაც ყველა იყენებს წარმოსახვა დოგინები. კი ბატონო. კი ბატონო, რაღაც ძალიან დაკითხვა გამოვიდა. პირველ რიგში არის რომ ნეიროფსები ჯერ არაფერს შუაში არ არის, იმიტომ რომ მე უბრალოდ ამოცანას ვხსნი. ამ ამოცანას როგორ იხსნება მაგაზე სიტყვა არ მithomს ჯერ, ამიტომ ეგ გამოჩნდება სხვა ხანში. ანუ მაგას სერიოზული მათემატიკაური და უკან არის. ყველაზე და მათემატიკა რაც კი ვისწავლეთ ამაშია. და ერელზე გააჩნია რა ამოცანას აკეთებ. შენი მიზანი თუ არის მაგალითად რომ არ ვიცი ადგე და არის შეიძლება გააკეთო ასწავლო გაშიფრო სიტყვის. მან შენვე მოიფიქრებ environment-ს, რა უცებ შენ არის კიდე OpenAI Gene. OpenAI Gene, განახეთ მაგასაც.
ეს OpenAI მარი ატარის თამაშები არის რა, ანუ მაგათ მივა მაგამდე რა, ანუ ეს უჯოკოს არის ერთ-ერთი მაგისი task. ზოგი unit შეწევს რომ თუ თამაშის ან რაღაც ფიზიკის ის თუ გინდა, მაგრამ მან ნახე რა პრობლემაა reinforcement-ში, რა არის პრობლემა, რომ სიმულაცია თუ გააკეთე რაღაც სიმულატორში, რომ ჯერ იქ ასწავლო და მერე აქ გადმოიყვანო რეალურ სამყაროში აქვს სხვანაირი განაწილება. იქ თლიან ერთ-ერთ სიმულაციას ხო ვერ აკეთებ რა. ამიტომ არა რა ჯობია იხმარო და პასუხი არის რა ამოცანა გაქვს მიხარი და გეტყვი. და მაგალითად ხა შენ reinforcement learning-ი გამოიყენება იმაზე fine tuning-ში, post training-ში LLM-ებს, ხო? Pro alignment-ი გააკეთო ზუსტად ისე ალაპარაკო, როგორც შეგიძლია, მაგალითად მეც ელაპარაკე და საბაც ელაპარაკა, ხო ტესტ მაგაზე. ახსოვთ ეგ? იქაც reinforcement learning-ი არის. თამაშად ჩამოვაყალიბებ უბრალოდ მაგას, რომ შენი მიზანია, რომ შენ ყოველ აგენტი აგენერირებს შემდეგ tokens, შენ გადადიხარ ახალ stage-საც 11 ტოკენია დაგენერირებული და შენი მიზანია, რომ უფრო ხონუ სხვანაირად მაგრამ ხო შენი და მე აგენტის reward-ი არის მიღებული შენ reward მოდელი გაქვს, რომელიც ეუბნება ეს ამ კითხვაზე ამ ეს output-ი რამდენად მოეწონებოდა ადამიანს და მაგის მაქსიმიზაციას ვცდილობ. და შენი state-ი არის შენი წონები. მოდელის წონები. და მოდელის წონებს სული მაგის მიხედვით, რა? ხო. ანუ მან დრაშუაში ან მაგას unit-ში ხوارდათ, ან ხო ხდება რას ვაბანო. კოდს რო განაკეთებ მიხვდებით, რა? რომ იდეურად environment შენზეა, თუ გინდა რომ რობოტმა ისწავლოს სიარული, მაგას თავისი გარემოებებია, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ისინი. ზოგი ამოცანა, ზოგი უბრალოდ რაღაცა არ ვიცი. self-driving ქარის შემთხვევაში იქაც უნდა ატარო და იქ რეალურ სამყაროში შეაგროვებდა და ან კიდე არის offline და online reinforcement learning. მაგრამ უბრალოდ ბევრი data ჩაწერო. და მაგ ბევრი data-ზე წინასა დაატრენინგო, ვიდეოები გადაიღო ტარების რა მაგალითად და მაგას წინასა დაატრენინგო. აი AlphaGo და რაღაცებიც reinforcement learning-ით არის აკეთებული, მაგასაც შევეხები. ეს კაიგზელ ლექციები გამოგვივა და მე რაღაცები გაიგე. აი, კიდე გაქვს რამე კითხვა ნიკა? ან სწორს რამე კითხვა გაქვს? კი, ძალიან საინტერესო სფეროა reinforcement learning, ძალიან საინტერესო სფეროა. აი, მოკლედ ეს არის როგორც აღწერება ჩობრა და ამოცანა რა. და ეხლა იდეა რა არის, ხო რას ვთქვით, რა ესე იგი აქ მომი. გააქვს პაკმენი მაგ გააქვს environment-ი. შენი ექშენი არის site წახვიდე მაგალითად რა, გვერდზე წინ რაღაცა submit ხარ? რაღაც აწ რომელ ღილაკს აწვევი. ან არაფერს არ აწვევი, იგი მოსწრებით მიდიხარ. რაც იგივე იქნება მიმართულებით ზოგადად დააჭირა. ან 4 ექშენი გაქვს რა. ამ 4 ექშენიდან რომელიმე უნდა გააკეთო, ხო? და ამას რო გააკეთე, მე შენ გადახვალ და აქ მე reward შენ მოიფიქრე, მაგალითად ყოველ ჯერზე თუ ის რაღაცა შეჭამე რაც ის გაქვს, ხო? ის იქნება კიდევ უფრო დიდი reward-ი, თუ პროსტა გადარჩი და ან შეიძლება reward-ი მოიქრო ამასთან მანძილი, ეგ შეზია რა. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მეტი reward-ი მიიღო ამისგან მაგალითად და ან ეს რთულია როცა რამდენიმე ისენია, კეპირიქით, შენ ხარ პაკმენი ეს არის მონსტრები. ხო. ეს მონსტრები თუ რამდენინია მე ეგ თულდება ერთ განშტაბა შორს ხარ და მაგით მეორესთან ახლოს მიხვდა. ამიტომ მოკლედ შენ უნდა გადაწყვიტო reward-ს როგორ აძლევ. ხო, ანალოგიურად ჭადრაკი არის ძალიან რთული თამაში reinforcement learning-ისთვის. იმიტომ რომ reward-ს აძლევ ბოლოში, მოიგო თუ არა. მანამდე reward-ი არ უნდა მიცე. იმიტომ reward-ი თუ მიეცი, მაგ იჩნდება რაღაც უცნაური behavior-ი გამოიწვიო, რატო? იმიტომ რომ პროსტას მაგალითად თუ დააჯილდოვენ რაღაცის ფიგურის მოკლაზე. ეგ მაგან შეიძლება გამოიწვიოს, რომ ის ძალიან დახამდეს და სულ ფიგურების კლაზე წავიდეს, იმიტომ რომ მოგებამდე დიდი დროა და მოგებამდე reward-ი ხომ დააგროვოს და ისწავლოს, რომ საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო სტრატეგია არის, რომ სულ შეიცადოს მოკლაც რაც არ უნდა იყოს რა. ხო. ამიტომაც მანდ 0 reward უნდა მიცე, თუ წააგო -1 ბოლოში, თუ ფრე 0, თუ მოიგო 1. და წარმოვიდგინე
შენ რო ახლა სვლა გააკეთე, შეიძლება მაგ სვლამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა მაგ შენ მოგებაში. ამიტომაც ამ სვლაზე უნდა კონდეს დიდი რივორდი იდეურად, ანუ ამ სვლას ეს სვლა ისწავლო და ეს კარგად დაიმახსოვრე, ეს სვლა იყო მთავარი სვლა. მაგრამ ფიდბექი, ანუ ლოს ფუნქცია რო აიღო რა, ლოს ფუნქცია მოდი ფიდბექი დავარქვა. რა განაკარგი ნაკლებად არის. ან ფიდბექი ამ სვლამდე, რომელიც იყო მეხუთე სვლა და 20 სვლაში მოჩა თამაში, მე-20 სვლაზე რომ მიიღე რივორდი, მაქედან back propagation დაარქვი, feedback loop-ი რაც დაარქვი, იქამდე მისვლა რომ მეხუთე სვლა იყო საუკეთესო სვლა, ძალიან რთულია. ამიტომაც ეგეთი რაღაცები საკმაოდ რთულად ისწავლება რა. ხო. რთულად სასწავლია. არ ხანუ თითოეული დროის მეროგოში სამყარო რაც აკეთებს, ხო იღებს აგენტის მიერ განხორციელებულ მოქმედებას, აბრუნებს განახლებულ მდგომარეობას, აბრუნებს ჯილდოს სიგნალს. აი ხა ვაფშე განახებთ, აი მარტივ learning loops გავაზიარებ ახლა პრინციპში და განახებთ, რა. კოდს განახებთ მარტივად, აი ძალიან ისეთი რაღაცა არის რა. აიცა, ვიზუალ something else. ეს არის ერთ-ერთი learning loop-ი, რომელიც სწავლობს ეგეთი თამაში არის lunar landing-ი, არის რაღაცა ის გაკეთია. ეს აღარა. Something else. არის ეს თამაში. ეს თამაში, რომელიც რაღაც ძრავები და რამართლებით წავიდეს, ეუბნება და რივორდი გეძლევა ყოველ ჯერზე რა. მაგრამ თავარი აქ რო აქ უნდა დაიხსნა, მაგრამ ყოველზე იცვლება ამის კონფიგურაცია. ეს არის თამაში, რომელიც განახებს როგორ დაიდება თუ გავუშვი, იმიტომ რომ წეგანცვლებ და ვერ გავუშვი ეს კოდი, იმიტომ რომ რაღაც ვერსიებში არის აცდენა ბიბლიოთეკების. მაგრამ ვიდეოში მაინც განახეთ მინდა. ყოველ ჯერზე გაქვს რაღაცა ისა რა, სამი continuous action-ი და დააფრედიქტო, left-ზე რამდენი, right-ზე რამდენი, down-ზე რამდენი. მაგრამ სულ down მოდიხარ რა. და აქედან თან ესე მენა კარგად დაეშვა რა, თუ ეს down დაეცე და ასე შემდეგ. რა გონი ეკრანი დაფრიზულია. ეკრანი დაფრიზულია? არა. ახლა ამოძრავდა, პროსტა კურსორი არ ჩანდა და მეკონა რომ დაიფიქრე. იმას ვიზუალიზაციას ვერ ხედავდი? თუ ისე კოდი იყო და კოდია, კოდი გაშვებული, კოდს თუ გაშვება. ოი, ამდენი ხანი სკოლა ლაპარაკობ ესე. ამას ვერ ხედავდი? კი, ეხლა ჩანს. აი ესე თამაში არის, რომელიც იცვლება და დასვა რა, რაც ყოველზე ძალას აძლევს, მარცხენა მარჯვენა ძალას აძლევს და ეს არის ხა როცა არ იცის როგორ შვება რა. მარჯვიდან არის ტრასტერები და მაგის ძალების ვარირება შეგიძლია? ხო. ოკეი. და შენი ეგ არის, ეს კარგია. ეს არის რომელიც უკვე ცოტა იცის, მაგრამ ახლა სადიდიალური არ არის, იმიტომ რომ აქ უნდა დასვას. კარგად ნაცალე ხახთა მე აქეთ მიაწვებოდა რომ აქ ჩამოსულიყო რა. ეს კონი კარგია, ეს არის ზუსტად როგორც უნდა იყოს რა. დაჟე იმენა ცენტრში თუ დასვი, კიდევ უფრო კარგულას იღებ. ძალიან ფან არის, ოღონდ ნუ კარგად ის გამოლობაში ამას ქონდა მხოლოდ თამაშებში გამოყენება. და რაღაც აი ვილობდე რაღაც აი მარს მავალში და ეგეთებში გამოყენებას რა. აი, დავაგრძელოთ ისე კოდის გაზიარება უცებ განახეთ კოდს პროსტა იმის გასაზრებლად აბსტრაქტულად რამდენად მარტივია რა. ეს ხა პროსტა აგენტი შექმენი, ეს ხა რარით შექმენი ესენი დაიწყეთ, აგენტი შექმენი, რამდენჯერ ითამაშო, ერთ-ერთი რაღაცას თამაშობ და აგროვებ რა. ეს რაღაც სისრულები არაფერი მნიშვნელოვანი.
და დავიწყე. ანუ 1000-ჯერ თამაში. ყოველ თამაშზე environment ვარესეთებ, რომ ნულიდან ვიწყებ ყველაფერს. Dan არის false-ის, ანუ ჯერ არ მოვჩენილ ვარ და აგენტსაც რაღაც ესეც აგენტის თემა არ გვაქვს. სანამ არ მოვჩენილ ეს env-render-ი არის პროსტა ვიზუალიზაცია, ხო? ეგ შენი არის რომ აგენტს ვეუბნები რომ აი ამ state-ზე, state-ი საიდან გვაქვს, აი environment-ი მოხდა, როცა დაარესეთ, ყველაზე საწყის მულოვანი state-ი რა არის? ამ state აგენტს ვეკითხები რომ აი ეგ შენი მითხარი ამ state-დან ეს ჩემი დაწერილი აგენტია, ანუ ეს თუმცა ჩემია რა. ანუ შიგნით როგორ აკეთებ დაიწყე ანუ loop ან გარედან შეხედეთ loops რა. აგენტს ვეკითხები საუკეთესო შენი რა არის, ხო? მე environment-ს ვეუბნები რომ აი მე გადავწყვიტე რომ ეს შენია გასაკეთებელი. მოდი ამ შენს ნაბიჯი გადადგი მაგეთ შენს. ეხლა ვეთემიკო, უცებ მორჩები. გააკეთე ეს ნაბიჯი და მე ეს environment-ი მაძლევს სად გადავედი, ანუ ახალ state-ს მაძლევს, rewards მაძლევს, მორჩა თუ არა თამაში მაგას მეუბნება და რაღაც მეტადატას რა. ამერ ეს agent remember არის ეს ჩემი იმპლემენტაციის დეტალი, არ არის მნიშვნელოვანი. მე აგენტს ვეუბნები რომ აბა ჯიგარო ისწავლე, ესეც ჩემი იმპლემენტაცია არის, ეს არის აუცილებელი ეს თქვა რომ ყოველ 10 თამაში ერთხელ ისწავლე. ესეც იმპლემენტაციის დეტალია. სკორი პროსა ჩემთვის რო დავთრეკო სკორი დავუმატე reward-ი. state-ი გავხდა და next state-ი. და დანი თუ იყო მორჩენილი მაშინ მორჩება, თუ არა და გრძელდება ეს while loop-ი. ეს არის უშუალოდ გამოყენება. ან inference-ში აი ესენი დაპაუზდებიან, როცა უკვე ამის გამოყენებას დაიწყებ, არათუ სწავლობ. ესენი დაკომენტარდებიან და ვსო. ანუ აგენტი შემეკითხება საუკეთესო actions, ამ საუკეთესო action-ით environment-ს ვეუბნები შემდეგი ნაბიჯი მითხარი. შემდეგი ნაბიჯს მეუბნება, ვინ ახავ ამ ყველაფერს, ხელახა. მე ამის გამო პროსტა არის დაპლოტოები და average-ები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მიხდით? აი თემიკო კითხვა ქონდა სანამ კითხება არა. ხო, ანუ მე მაინტერესებდა რომ ანუ ეს რა ქვია lunar lander-ი random პოზიციიდან ვარდება ზევიდან თუ random პოზიციიდან ვარდება ყოველდღე. random და random პოზიციიდან ვარდება. ხო და რო არესეტებთ, მაგ პოზიციის გარდა რა რესეტდება? ამ თამაში სისულელი არის ესეთი ხო მართალია, ამ თამაში ამ ნახე როგორ არა, ანუ ამ თამაში რა რესეტდება რა ნახე, გეტყვი რა რესეტდება, ბოლო state-ი ყო რომ შენ დაჯახებული ხარ. და ის ახარ ზის დახეთქებული ხარ, ან სწორად ადგარი ხარ. ხონდა დაიწყო ხელა. გადაბრუნებაც რესეტდება, მობრუნება. ჰაერში მობრუნებაც რესეტდება და რანდომდება? არა, ნახე, ანუ საბოლოოდ ეს ძალიან კონკრეტულ ამოცანაზე მეკითხებია, ძალიან irrelevant-ური კითხვაა, რომ ძალიან კონკრეტულ ამოცანაზეა რა, ანუ. მაგრამ ზოგადად ამოცანაში როგორც ხდება არის, როგორც მესმის არის, რომ ინუ რესეტი აკეთებს რას? აზრი არ აქვს მანამდე რა მოხდა, ახალი რუკა გენერირდება, არა, სულ არ მithofeni. ახალი რუკა გენერირდება და რაღაც random წერტილიდან იწევ. არაფერი სხვა. ეს არის ამ კონკრეტული იმის. ეს რესეტი გოგმა შეიძლება ანუ environment-ის გადასაწყვეტია რა. მაგრამ API-ის დონეზე რო შეხედოთ, ანუ რაც ხოხდეთ ანუ API-ის დონეზე რო შეხედოთ რა არის. აგეთს უნდა ქონდეს ერთი ძალიან მარტივი ფუნქცია, choose action, რომელსაც გადაეცემა state და გებუნებს actions და environment-ს უნდა ქონდეს ფუნქცია step, რომელსაც გადაცემ actions და დაგებუნებს next state, rewards და dance. ეს მეტადატა შენზეა რა. მე ეს უკვე შენი API-ის ამბავია, როგორ გადაწყვეტ, როგორ ასწავლო ეს არის. ყველგან ეს ყველა ალგორითმში დაახლოებით იგივე ლუპი არის. აქაც რაღაც სხვა თამაში მინდა, სხვა თამაში. აქ მაგ რაღაც სხვა თამაში, პინგ-პონგს თამაშობა. ანუ ატარი თამაშებია უმეტესად რა. ან პინგ-პონგზე როგორი ატარის თამაშები იცით რა არის? ატარები ხარ შეიძლება არ იცოდე. არ ვიცი სამწუხაროდ. ეს არის 90-იანების, მოიცა? ანუ 90-იანების თამაშები არის, რაღაც როგორც Pac-Man-ი რა. რაღაც აი ესეთი ის იყო და რაღაც Nintendo, Dendy რაღაცები იცი? Nintendo კი არა, Dendy თუ იცი. Nintendo როგორ არის? Dendy.
ხო, აი ესე თამაშები იყო და რამდენიმე ცნობილი თამაში იყო რა. Breakout იყო მაგალითად. რაღაც ეს არის მაგალითად ესე ხო წარმოიდგინე როგორ თამაშებზე საუბარი რა. კი, გასაგები. ხო და აქ არის რამდენიმე თამაში, ეხლა ეს მაგალითად ეს Pong No Frame, No Frame არის რომ Pong ატაკ. ანუ რას ესეთი არის პინგ-პონგი და ანუ ეს არის ბურთი, ეს არის სკორი, ეს ხარ შენ. და უნდა გაუტანო გოლი. ესე შეხედებს რა. და იდეა არის რომ reinforced learning-მა просто აიღოს ფოტო და მიხვდეს რომ მაგის ექშენი არის ამ ფოტოსთან დაკავშირებული. და ამ ფოტოთი ასწავლოებ რა. იქაც ფოტო შედის. ანუ ნუ ფოტო შედის გააჩინა ზოგან შეიძლება ლუნარში შეიძლება პროსტა აიღო ფოტო, ზოგან არის რომ პროსტა ის იმას იღებ რა. პროსტა იღებ observation-ებს რა პოზიციებზე აწყვია ესენი და ასე შემდეგ რა. ზოგ თამაში როგორი, ზოგ თამაში როგორი, environment-ის გადასაწყვეტია. მაგრამ მოკლედ რისკმაც მინდა არის რომ ყველგან დაახლოებით იგივე API აქვს რა. ანუ ყველა თამაშს აქვს დაახლოებით ერთნაირი ლუპი, ტრენინგ ლუპი არის ყველგან ერთზე იგივე რა. ისე და ისე რაღაც თამაშებს ათამაშებ, run false states არ ესეთებ, get action-ი მაქვს. აგერწევები რომ state-ის მიხედვით მომეც action-ი, მე environment-ს ვაძლევ მაგას, scores ვინახავ, code transition-ი, learn-ი, ანუ იგივე თემაა რა. ეხლა რაც მაქვს, აი რატომაც ვერ უშვებ, რომ ამ OpenAI Gym-ს ვერ ვაინსტალირებ. იმიტომ რომ რაღაცები არის შეცვალეს რაღაცები და უნდა ვიჩალებთ. ამიტომ რაღაც მომენტში 15 წუთიანი შესვენება ავიღოთ. ამას გამართო რომ კოდიც განახოთ, მაგრამ გავუშვათ, იმიტომ რომ აქ ვიზუალიზაცია ძალიან მაგარია. აი, კიდე რამე კითხვა ხო არ გვაქვს? სულ ერთი წამი შეგიძლია რომ კონსოლი დავაპატარო. და ხო ლუპზე ჩახვიდე, ხო. აი, მართლა ეს არის, ანუ ძალიან მარტივი ეს არის. ოკეი, მადლობა. ოკეი, აი, გავაგრძელებთ მაშინ ლექცია. ხო, რატომ არის მნიშვნელოვანი ხა სლაიდი ისეთია რა, ძალიან ბევრი რამეში გამოიყენება, მაშინაც კი გამოიყენებოდა ჩატბოტებში. ოღონდ სპანად გამოიყენებოდა ეს ისანთოდან აგულისხმები ელაინი. ავტოპილოტები, რეკომენდაციის სისტემა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ როდაფედეს რეკომენდაციის სისტემა ძალიან ერგება, ხო? ან შეიძლება long term-ში რაღაც ისეთი შეთავაზო, რაც long term-ში უფრო დიდ დროს გაატარებინებს შენ პლატფორმაზე, ხო? ანუ ეგეც მანდაც არის რობოტიკაშია, მაგრამ მაინც უფრო მთავარი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში უნდა თამაშებში. ეხლა ძალიან საინტერესო გამოყენება აქვს მაგალითად protein folding-ში. ეგ არის რომ მაგალითად პროტეინის ბიოლოგია თუ იცით, პროტეინი ხო შედგება ამინომჟავებისგან. და მაგას აქვს რამდენიმე ფორმა მაგის იმას რა. ერთი არის რომ არის ლენტა, მეორე ფორმა, მესამე ფორმა არის ლენტა სამი, ანუ ეს პროტეინი თვითონ არის რაღაცა სამგანზომილებელი ობიექტი. დახვეული არის ეს ლენტა რა, ეს რაცა ადენი რომ ისე რა, ადენი კი არა, ისე. პროტეინი არა და ამინომჟავა, ხო, 20 ამინომჟავა ხო არა და მაგათ არის ეს ასეთი და მაგის ლენტიდან, ანუ ლენტა თუ გაქვს, ერთ ლენტა შეესაბამება ზუსტად 1-3-დე დახვევა, 3-დეში როგორი იქნება. და მაგის ეგ ჩამოაყალიბეს თამაშად. ასევე არის მაგალითად CPU არქიტექტურა, ანუ რა არის გვერდზე უნდა დადო რა. ანუ მე არქიტექტურა უშუალოდ რომ აი აქ უნდა იყოს რეგისტრები, აქ უნდა იყოს ეს ჩანკეტი, აქ უნდა იყოს ეს რეზისტორი, აი მაგისი სიმულაცია რომ აი თამაში ჩამოყალიბო, რაც შეიძლება ცოტა ისე გააკეთო, რაც შეიძლება ცოტა მანძილი იყოს რაღაცებს შორის და ეს თამაშით ისეთ განწყობა იყოს, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება. ანუ ძალიან ბევრი ეგეთ საინტერესო რაღაცაში გამოიყენება რა. ეხლა მოდი დავიწყოთ
სანამ არ რაზე დავიწყოთ ეს რაღაცა რომ ნებისმიერი ესე თამაში შეგიძლია ჩამოყალიბო როგორც შენ რაღაცა state-ების ჯაჭვი, გრაფი რა. ან რაღაცაში დაიწყე, თუნდაც ეს არ არის რომ grid იყოს, ანუ არავინ არ ამბობს რომ state-ი აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა განაგრძობითი, არამედ ანუ false cache, არამედ რომ integer-ი უნდა იყოს, რომ ცხრილურად ქონდეს ინფორმაცია შენახული რა. რაღაც გრაფულად არის, სადღაც ხარ, სადღაც გადადიხარ. და მარკოვის, ანუ reinforced learning-ი არის აგებული მარკოვის დაშვებაზე. მარკოვის ეგეთი დაშვებაზე, რომელიც ამობს ეგეთ რაღაცას, რომ მე რო აღმოჩნდი რაღაცა state-ში, ამაზე გავლენა იქონია მხოლოდ ჩემს წინა state-მა. ანუ მე თუ ჭადრაკის დაფაზე რაღაცა სვლა გავაკეთე, ამ სვლის გათვა, ანუ ამ სვლაში თავარი და ერთადერთი ამბავი მიიღო მონაწილეობას რა სვლაში ვიყავი, ხვდებით? ანუ ჩემი ახლანდელი ექშენი დაეფუძნება წინ, ანუ მხოლოდ ახლა სად ვარ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში მანამდე სად ვიყავ ეგეთ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვამბობთ, რომ ეგ გათვალისწინებულია წინაში. წინამდე სად ვიყავ, გარეგან რომ წინის წინაში, ხო? აი ესე რო ჩავყვე რა. ანუ მათემატიკურად რო თქვათ, ანუ st+1 st-ს პირობაში იგივეა რაც st+1 პირობაში s1-ის s2-ის და ასე შემდეგ st-ს მინდევრობა. ანუ რა გზა გავიარე მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო მომენტს აქვს მარტო მნიშვნელობა. გვესმის ხო? ანუ ეს მდგომარეობა ძალიან წარსულს ასახავს. აქ რომ მოვედი, უკვე ვიცი ვინც ვარ და ყველაფერი რა. ან მომავალი ხო და რას თავარი ეს რომ მომავალი დამოუკიდებელია წარსულისგან. ეს არის ყველაზე მთავარი რა. ხო, ეს არის ყველაზე მთავარი წინადადება, ნახე. მომავალი დამოუკიდებელია წარსულისგან აწყოს პირობაში. ანუ მე თუ მაგ აწყო, წარსული აღარ მჭირდება მომავლის დასაფერდებლად. ხდით? რაღაც ისე წინადადება რომ ეს შეხედება. და ეს ამაზეა აგებული მე მთელი მათემატიკა. ეს თუ არ გაითვალისწინე, მე ეს მათემატიკები აღარ არის სწორი. ეხლა ნახოთ აი ეს როგორ იხსნება რა. ამიტომაც მოდი ტერმინოლოგია შემოვიღოთ. ანუ ზოგადი zoom out-ი გავაკეთეთ, ხო? ანუ zoom out-ში reinforced learning-ი როგორ ამოცანად აყალიბებს და რას ხსნის გავიგეთ, როგორ ხსნისა ვართ ახლა, ხო? ლაიქი მაჩვენეთ თუ მედაფარის ბოლო წინადადებაში. რა რომ zoom out-ი გავიგეთ, ეხლა როგორ ზეგვა. ოკეი. ეს არის მოკლედ ჩვენი მიზანი არის goal არის რომ ანუ განსაზღვროთ GT არის რომ აი აქედან მოყოლებული სანამ თამაში მორჩება პოტენციურად უსასრულობაში რა ფულას მივიღებ. ანუ საბოლოო აქედან მოყოლებული რა ფულას მივიღებ. ეგ არის ნახე რომ დაგვიწყდეს არის რა rt+1 დამატებული rt+2 და rt+3 ასე rt+k+1 ოღონდ ეხა ეს რა არის? აქ არის რაღაცა გამა, ეს გამა რა არის გეტყვით ახლა. ანუ კარგი ქართული სიტყვასი ვიცოდე, ანუ უბრალოდ ახლა ვეღარ ვიხსენებ კარგი სიტყვა რა არის. განაბრუნე კი არა და რაც გიბრუნდება, საბოლოოდ რაც დაგიბრუნდება ფულა ბოლოში, ეგ არის goal რა, GT. აქედან დაწყებული, მანამდე არა, აქედან დაწყებული. ეხლა რატო აქ rt+1 არაფერი და ამას გამა, rt+3 ექნება გამა კვადრატი. ამას ქვია discount factor-ი. აი ეს რაღაც დღევანდელი კვერცხი ჩემია ხვალინდელ ქათამს ამბავია რა, ეკონომიკაში ძალიან ისეთი რაღაცა არის, discount factor-ი ცნობილი ამბავია. რომ დღევანდელი ლარი, ხვალინდელი ლარი არ არის, ხო? და ინფლაცია ხდება, რაღაც ეგეთები, ხო? ხო გესმით ეგ არის არის. რომ დღეს ანუ ახლა რომ მივიღე reward-ი ეს არის ამ წამს რასვლაც გავაკეთე ეგ 15 წლის მერე რომ უფრო მაღალი reward-ი მივიღე ეგ ამ მომენტში ნაკლებად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან 14 სვლა გავაკეთე მან და ამიტომაც ის ქულა ისეთი ღირებული არ არის ანუ 15 სვლა ვიღო 30 ქულა მე 15 სვლაზე 30 ქულა არ უნდა მივიღო რაღაცა discount factor-ით უნდა მივიღო
და მაგის მათემატიკური მოდელირება არის გეომეტრიული პროგრესიასავით. გამა კვადრატი, გამა კუბი, გამა მეოთხე, გამა მეხუთე და ასე შემდეგ. გამა n-1 მინუს. ეს არის გოლი, რაც და ამისი ოპტიმიზება გვინდა რომ დავფიქროთ, რა? რომ მოცემულ მომენტში, ხო. ეხლა შემდეგი ნიშნულოვანი არის P, აი ეს. P ანუ პოლისი. თათულად პოლისი სტრატეგია შეგვიძლია დავარქვათ. ან პოლისის კარგი სტატუსი არის სტრატეგია. თუ სტრატეგიას ვიზარდეთ. პოლისი არის ფუნქცია. დისტრიბუციაც არის, ხო, იდეაში დისტრიბუციაა, მაგრამ ფუნქცია შეხედე რა, რომ მე რომ მოგცე state-ი ანუ იდეაში მე რა მინდა რომ მე უნდა მოგცე state-ი და შენ უნდა მითხრა action-ი. ხო? ანუ მე გიუბნები რომ აი ამ state-ში ვარ, რას უნდა გავაკეთო და შენ მოგრები რა action-ი მომცე. მაგრამ იდეურად ეს P policy არის დისტრიბუცია, რომელიც გეუბნება რომ აი ამ პირობებში რა ამ action-ებს რა განაწილება აქვს რა, რომელი რა თანმიმდევრობით არის საუკეთესო action და ასე. მესამე არის value ფუნქცია. value ფუნქციას გადაეცემა state-ი და გვეუბნება რომ აი ამ state-ში თუ აღმოჩნდი, ამ state-იდან რა გოლს უნდა ველოდო. ამ state-ი, ამ state-ი რა ღირს? ანუ რა ღირს ოღონდ ისე, ანუ მიღირს ამ state-ში გადასვლა, ესე შეხედეთ რა. რომ აი ეს ერთი state-ი მაქვს, რომ აქ თუ გადავედი 15 ქულას მივიღებ, ამ სტრატეგიით თუ ვითამაშე, ხო? ამ stage თუ გადავედი 15 ქულას მივიღებ, ეს საიდან ვიცი ეს ინფორმაცია დავიკიდე. პროცესს თქვათ ვიცი, თუ ვისწავლეთ ეს value ფუნქცია, რა. აპროქსიმირებული იქნება ცხადია, ხო? და აგერ მაქვს მეორე ფუნქცია, რომ მეორე state, რომელიც 45 ქულას მომცემს. და ხო 45 ქულიან state-ში გადავალ, ხო? მაგრამ შეიძლება რომ დააკვირდე, ამ 15 ქულიანმა ეგრევე 14 ქულა მოგცეს. ამან მარტო ერთი ქულა მოგცეს, ან იმ ერთ action-ში, მარტო ერთ action-ში. აქ გადასვლით 14 ქულა აიღო, იქ გადასვლით ერთი ქულა აიღო. მაგრამ value ფუნქცია გეუბნება რომ აი იმ state-ის თლიანი ღირებულება, ანუ მაქედან მოყოლებული რო გააგრძელო თამაში, თამაშის მორჩენამდე თუ ამ სტრატეგიას დაკევი, რა სტრატეგიას ახლა გაქვს, რამდენ ქულას დააგროვ. და ეგ მაგიტოა მნიშვნელოვანი რომ შენ ანუ არ ხამდები ერთ action-ზე. აკეთებ action-ს, იღებ რაღაცა rewards, მაგრამ ეგ reward-ი გამოთვლაში მონაწილეობს ცხადია. მაგრამ მთლიან reward-ს აკვირდები. იმას ხო ხვდები, ვაი. მოდიში იმას ხო ხვდებით რომ მე თუ ვისწავლე value ფუნქცია, ანუ რაღაცა დამესიზმრა. რო შენ თუ მეტყვის state-ს, მე რიცხვს გეტყვი, მაგ state-ში გადასვლით რამხელა ქულას მიიღებ. Reinforced learning-ი ხო ამოიხსნება. ხოდა ყოველ state-ზე, ოღონდ სასრული რაოდენობა, ანუ float-ები არ უნდა იყოს action-ი. უნდა იყოს მარჯვნივ წავიდე, ხოდა რაღაცა რა ქვია მაგას, continuous არა და დისკრეტული რიცხვები უნდა იყოს რა. დისკრეტული და რაღაც რაოდენობა, ხო 10 ცალი. 10 ცალი action-ი მაქვს, მაგრამ დავხტე, ვერ წავიდე, მარცხნივ წავიდე, დავარყა, ფეხი დავარყა, ეგეთები რა. რამდენიც არა. გაზის რამდენი ჩავაჭირავ, არა. ანუ რული საით მოვატრიალო, არა. ვთქვათ ეგეთ სიტუაციაში რა. ამ შემთხვევაში value ფუნქცია საკმარისია. თუ კარგად ასახავს, თუ სწორად ასახავს ეს value რეალობას, მაშინ პროსტა შევეკითხები ახლა ამ state-ში ვარ, ეს შეძლო state-ები მაქვს, ხო? შემიძლია ვიცი, ეგ state-ები ვიცი, ხო? მათ შეძლო state-ები, ხო? შევეკითხები, აი აქ და რომელზეა ყველაზე მაღალი. ამიტომაც ჩემი policy იქნება, ნახე რა მაგარი რაღაც თქვი, ჩემი policy იქნება maximum ისეთი action-ი, რომელიც მომცემს maximum values states. ხო, ანუ ისეთ state-ში გადამიყვანს, რომელიც ყველაზე maximum მომცემს. ამიტომაც მაგას ავარჩევ პირდაპირ და ეგ იქნება ჩემი სტრატეგია. მეკითხავ, ჩემი policy იქნება, რომ შევხედავ state-ებს, ვისაც ყველაზე მაღალი, შევხედავ state-ების value ფუნქციას, ვისაც ყველაზე დიდი რიცხვი ექნება, იქ გადავალ. ყოველ ჯერზე. მე კიდე ხელახლა შევხედავ, ხო?
გადავალას. ეხლა ეს როგორ უნდა ვისწავლო value ფუნქცია ეს სხვა საკითხია. მაგაზე ჯერ არ გვისაუბრია. მაგრამ იმაში ხომ მეთანხმებით like-ით მანახეთ, თუ მე value ფუნქცია მაქვს, იმ წეგანდელ ახსნილ გარემოში ყველაფერს ამოხსნი. თუ სწორი იდეალურთან მიახლოებული value ფუნქცია. მეთანხმებით? თუ რაღაც ვერ გაგეთ, ეგეც მითხარი. რა გავსაგები? ოკეი. აი, და თავარი. კიდე ჩემთვის მეორე ასე მთავარი ფუნქცია არის quality ფუნქცია. რომელსაც action value-საც ეძახიან და ეს არის დაახლოებით value ფუნქციას ძალიან გავს. ოღონდ რითი განსხვავდება ეს value რა არის? შენ მეუბნები states, მე გეუბნები max state-დან რამდენ ქულას ელოდები, quality არის ცოტათი განსხვავებული. შენ მეუბნები states და actions და მე გეუბნები აი მაქედან max state-დან ეს section-ი რო გააკეთო, სულ რამდენ ქულას დააგროვე. მიხდით? ან რო დაფიქრდე ეს რა არის? რო გააკეთო state, ამ state-დან გააკეთო action-ი, ანუ აიღო ის reward-ი და დაუმატო რა state-ში გადახვედი მაგისი value. აი მაგის ფუნქციების გამოყვანას განახეთ. ან quality გვეუბნება, quality არის დაახლოებით იგივე რაც value ფუნქცია, უბრალოდ უფრო მოსახერხებელია სახაში ნახავთ რატო. რომ შენ მეუბნები states და actions, მე გეუბნები max state-ში ეს action-ი რო გააკეთო, რა quality დაგიბრუნდება, ანუ რა ქულებს მიიღებ საბოლოო ჯამში, თამაშის დამთავრებამდე. ესეც მიხვდით რა არის quality ფუნქცია? კი ბატონო. ოკეი. კაი, ახლა გადავიდეთ მაშინ ბელმანის equation, ბელმანის განტოლებაზე. ბელმანი იყო მათემატიკოსი, რომელმაც გამოიყენა ეს ბელმანის განტოლება. ეხლა რა არის? ან მოდი value ფუნქციიდან დავიწყო. value ფუნქცია გვეუბნება განმარტებით არის, რომ არის expected value, ან მათემატიკური მოლოდინი, მაგრამ ეს რა არის დავიკიდოთ. იმისა თუ რა ჯითის, რა ქულებს მივიღებ იმ პირობაში, რომ ახლა ვდგავარ ამ კონკრეტულ state-ში. ეს არის ამ მათემატიკური ჩანტერის მარტივი გააზრება. ეს რო გაშავლო და ჯიტის ფორმულა ჩასვა რა არის? 1+ ეს ანუ ამ მომენტში რო actions გავაკეთებ მაგას, დამატებული actions რო გავაკეთებ და rewards მივიღებ მაგას, დამატებული discount factor-იანი reward-ი შემდეგ action-ზე, მერე კიდე შემდეგ action-ზე, ეს შექმნა. ეხლა არის მარტივი ტრიკი. აი ამ 1+2-დან რო გაიტანო გამა ფჩხილებს გარეთ, მათემატიკურ ოპერაციებს ფჩხილებს გარეთ გატანო. რას მიიღე? გამა 1+2-ს დამატებული გამა ჯერ 1+1 დამატებული აქ 1+3 უნდა იყოს ბოდიში. 1+3 უნდა იყოს. გამა ჯერ 1+3 დამატებული გამა კვადრატი ჯერ 1+2 და ასე შემდეგ ისე და ისე იმის პირობაში რომ state არის ეს. კითხვა მაქვს. აი ეს ხო არ გეცნობა? აი ეს ჩანაწერი, ჩხილებში გიჩანაწერი. რაღაც არის? იმ სამი დეფინიციიდან ნასწავლი რაღაცა. ვინმე თქვის რა, ანუ ეს რისი განტოლება, აი ეს რა არის? მოიცა, რას შესაბამება? რაღაცა შეესაბამება, ანუ ეს რითი შემეძლო ჩავანაცვლო. ჩხილებში აწერია. ანუ აქედან ხო გამა გავიტანე. რაც დამჩა. ეს შემეძლო ჩავანაცვლო. ანუ რეკურსიულად როგორ ჩავსვათ? ახლოს ხარ? რა არის? ანტონ რანდომად ვიძახ თქვენს სახელებს. რას ფიქრობ ანტონ? კითხვა რა არის? კითხვა ანტონ არის რომ აი ნახე აქ ხომ მივხვდი რა გავაკეთე ანუ GT ჩავანაცვლე. GT-1? როგორ თემიკო? GT-1? კი არა. T+1. დაახლოებით კი GT+1 რა არის ამ შემთხვევაში?
კი, ჟეტ პლუსი. დაასრულა გადავედი. აი ხაზი რა. ხო, ჟეტ+1-ია, ხო? ანუ ეს რატო არის ჟეტ+1, იმიტომ რომ რო დააკვირდე განტოლება ხო ეს არის. ანუ ჟეტ არის 1+1 დამატებული გამარჯვე 1+2 და ასე შემდეგ. და ჟეტ+1 რა იქნება? R+1 დამატებული, ანუ ეს რა არის რომ ნახე, ნაბიჯი გადავდგი, ამ ნაბიჯზე ავიღე რივორდი, დამატებული მე რა ქულებსაც მივიღე. უბრალოდ ნახე, რა ვქენი, იცი? 1+2+3+4+5+6+7 ესე კი არ ჩავწერე. ეს არის იგივე რაც 1 დამატებული და მე თქვი 2+3+4+. ისიც ცალკე გამოვყავი, ხდები, რაც იგივე არის. ანუ 1-დან 8-მდე რიცხვების ჯამი არის 1 დამატებული 2-დან 8-მდე რიცხვების ჯამი. ანუ რეკურსიულად ერთი მასში მოვაქცი. ეს რატო გავაკეთე ასე? იმიტომ რომ აი ეს რა არის გამა გამრავლებული ჟეტ+1-ზე. ეს არის იგივე რაც გამა გამრავლებული VS+1-ზე. ანუ გასაგებია რომ VS და ჟეტ ერთგივე არ არის, მაგრამ ჟეტ ეს პირობებში არის V. ამიტომ აქაც შეიძლება პირდაპირ ჩავანაცვლო რომ ეს რას ნიშნავს, ნახე? ვიდექი რაღაცა state-ში, რაღაც ჭადრაკის რაღაც დაფა მქონდა. გავაკეთე სვლა. ამ სვლაზე მივიღე რივორდი. მე თუ მინდა რომ გავიგო, აი სანამ სვლას გავაკეთებდი, მაგისი ღირებულება რა არის? ღირებულება on ფასი, ანუ რა ღირს კი არა, ფასეულობა რა არის, ღირებულება რა არის, და მაგისი ღირებულება რა არის? ეს არის, აი ახლა რომ ერთი სვლა გავაკეთე, მან რა რივორდიც მივიღე, დამატებული სადაც გადავედი, იმისი ღირებულება. ხო მარტივია. სხვისი ლაიქიც მინდა. საბადა თემი კომალაიქებენ მარტო. ოკეი. ხო, დამატებით ჩაშლანუ, მხოლოდ განტოლებში არის ჩასმები, აქ არაფერი უმაღლესი მათემატიკა არ არის, არაფერი რაღაც ასწავლი არ არის. და ზუსტად იგივენაირად შეიძლება გააკეთო quality ფუნქციაზეც. ზუსტად იგივენაირი გზა არის quality ფუნქციაზე. და გეუბნება რომ quality ფუნქცია, ანუ ახლა რო ვდგავარ ამ state-ში და გავაკეთებ ამ actions, მაგისი quality იქნება, აი რო გავაკეთე ეგ action-ი რა reward-ით, immediate reward-ით ახიან რა, ეგრევე რა reward-ით აიღე. ეგ დამატებული სადაც გადავედი, მაგისი quality ფუნქცია. ოღონდ მანდაც R+1 ცხადია რა, შემდეგი სვლის საუკეთესო. ესეთ მასონა ეს არის ბელმანის განტოლება. ეს არის მთავარი განტოლება, რითიც იხსნება yani reinforced learning. Okay, აქამდე თუ ყველაფერი გავიგეთ, ეხლა როგორ იხსნება ეგ ვნახოთ. ეს არის ამას ეძახიან reinforced learning-ის ბიბლიას. ამ წენებაში ბიბლია იგულისხმება ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. ეს არის reinforced learning and introduction. Richard Sutton და Andrew Barton. ესენი არიან ლეგენდები. ეს სატონის ლოგიკა detail lessons-ი დაგელაპარაკებათ მიკათო. აი რიჩარდ სატონის დაწერილი სტატია ეს და არის ყველაზე მაგარი წიგნი არის, რაც კი reinforced learning-ზე შეიძლება იყოს და აი ყველაფერია რა ხა რაღაც deep learning რაღაცები ბოლომდე არ არის ბოლომდე რა ხა აღარ მახსოვს არის თუ არა ვაფშე ამ ვერსიაში deep learning-ის რაღაცები არ არის ხო ბევრი არ არის მაგრამ ამას დაშენებული ბევრი კურსია რომელშიც არის და ეხლა მინდა რომ მოკლედ ხა აქ შეიძლება გადახედოთ რაღაცებს ძალიან კარგი წიგნი არის თავზე ძალიან კარგად იკითხება საერთოდ ბევრი მათემატიკაა მაგრამ კარგად იკითხება რა okay, Markov-Lischner პროცესი ამგვარად არის. ეს არის ყველაზე ცნობილი ამოცანა სხვათა შორის. აი, reinforced learning-ის hello world-ი არის, რომ ეგეთი ამოცანა, რომ ამოდით რაღაცა მოძრაობს აქეთ და ზემოთ არის ესეთი ძალიან გრძელი, საკუთარ მძიმე stick-ი. და შენ უნდა ატარო ეს ისე, რომ ეს არ დაგიძრო, შენ რომ მიდიხარ ეს უოჭური წაიქცევა. და შენ იმეზე რომ ისე ატარო, აქეთ რომ ეს არ დაგიქცეს რა. whole balancing task ყველაზე ცნობილი task-ი არის, რადგან hello world ახალ ალგორითმს ამაზე ხსნიდნენ ხოლმე კარგახნის განმავლობაში, რა.
ეხლა მოდი ვილაპარაკოთ აი ამ policy iteration-ის ალგორითმი. და მოდი ავიღოთ ეგეთი ამოცანა. ამოცანა არის ეგეთი, რომ შენი მიზანია, რომ სადაც არ უნდა ჩაგაგდონ, ამ და ამ კუთხეში რაც შეიძლება სწრაფად მიხვიდე. ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეში. ეგეთი ამოცანა, ეგეთი თამაშია. ან ჩაგაგდი აქ, უმოკლესი გზა არის ან ასე, ხო? ან ასე, ან ასე. ან ეს ესეც იგივე ხო? რადგან აქ უნდა მოხვიდე, აქ თუ ჩაგაგდეს, აქ არ უნდა წამოხვიდე. აქ ვერად მარტივია, ორსულაში ხარ, ან ორსულაში ხარ აქედან. ხო. ეს არის მოკლედ task-ი. პირველ რიგში თქვენ რომ აკეთებდეთ ხოლმე task-ები რა არის? action-ები მოდი ახლა ჩამოვაყალიბოთ. შენი action-ი რა არის? action-ი არის 4-დან რომელიმე. ზემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ, ქვემოთ. მაქედან რომელიმე action უნდა გააკეთო. თუ შეგიძლია აქ თუ ხარ ზემოთ და ზემოთ ვერ ახო. აქ თუ ხარ ზემოთ, ხო, ზემოთ და მარჯვნივ ვერ ხო, მაგალითად. ეს არის action-ი. რა იქნება state თქვენი აზრით? state-ი რა იქნება თქვენთვის? აუ რა მახასიათებლებია state-ი თქვენთვის? რავი, XY დისტანცია. როგორ? XY დაშორება იმაზე? რასთან დაშორება? კუთხესთან. არა, ეგ ანუ state-ი არის ახლა სად ხარ? შენ მიზანთან შორს ხარ, კარგად ხარ, კოორდინატები. კოორდინატები i და j, x, y, ანუ უჯრები 0-0 არის ეს, სად ხარ არის შენი კოორდინატები. ეგ არის state. კარგი, reward-ი რა უნდა იყოს? თუ პასუხი იცით არ თქვა, იმიტომ რომ რამდენჯერმე სხვა ადგილას მithქვამს. იგი ვიცი რომ შენ იცი პასუხი, იმიტომ რომ რაც ადრე მithქვამს ეს შეფორმაცია. თუ არ იცი და იმაგის შედეგი თქვენ. მოიფიქრე, რა ნახსნა სადღაც ლაპარაკობთ ამაზე. აი, reward-ი რა უნდა იყოს, მითხარი. ერთად ვიფიქროთ, ანუ reward-ი რა არის, რაღაც მამოტივირებელი, რომ რაც შეიძლება მალე მივიდეს ზედა მარცხენა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში. და ეხლა ვარ ij წერტილში. ან 0-0 მინდა, ან 3-3 მინდა. reward-ი და თქვათ აი აქედან რაც არის თქვათ 1-1-დან წავედი 1-2-ში. ჩემი reward-ი რა უნდა იყოს ამისთვის? ეფშიდა. იყვართ reinforcement learning-ია და აბა მოდი ვიფიქროთ. ვერ გავიგე ყურადღება მქონდა გაფანტული. კითხვა არის რომ აი თქვათ ვიყავი 1-2 state-ი რა არის ხო გაიგე? state არის ij კოორდინატი სადაც ხარ ამ დაფაზე. თქვათ ხარ 1-1-ში. და შენმა აგენტმა გააკეთა action-ი გადავიდა მარჯვნივ 1-2-ში. რა უნდა იყოს შენი reward-ი? reward ფუნქცია ამიხსენით, ანუ мотивация როგორ უნდა მივცე რომ ზედა მარცხენა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში წავიდეს. ნუ უბრალოდ შევხედოთ საითკენ წავა და თუ დაემთხვა ჩვენს wanted results, ან wanted შედეგს, მაშინ მივცემთ results-ს. rewards უბრალოდ არა? რამდენი? 15,000 მილიონი 1.0. ნუ ფარდობითი არ უნდა იყოს ეგ გააჩნია ახლა რამდენად კარგი არის საუკეთესო ქმედება რა არის და ისე რა ქმედება რა არის და მაგის აი რა არის ჩემი reward-ი? და მე რიცხვი მითხარი და ამიხსენ როგორ მიიღე ეგ რიცხვი. ნუ რა ვიცი ახლა ავირჩევდი თქვათ 0.5 უბრალოდ იმიტომ რომ 0-ზე მეტია. ოკეი. აი აქ რო გადავსულიყავი? აქედან გადავედი აქ. ანუ მივახლოვდი ამას.
მაშინ ხო, ნუ მთელ 5 და თუ დიაგონალზე წავიდები და ანუ აქ დავშორდი და 0.5 მომეცი. აქ მივახავდა 1.5 მომეცი. მარცხნივ და ზევით გინდა და? აქ ხო ახატია ზედა მარცხენა და მარჯვენა კუთხეში და მიხვიდე რომელი. ვერ შემომჩნია. ხო, მაშინ რაც უფრო დაშორებულია, უფრო უარყოფითი რიცხვი და უფრო ახლოს, უფრო მაღალი. უარყოფითი თუ დადებითი უარ დაბალი? ნუ ჩემი აზრით უარყოფითი კარგი იქნება, რადგან პირიქით დავშჩით ცუდი შედეგისთვის. ოკეი, ანუ აქ მაგ რაღაც უარყოფითი და ზემოთ თუ ავედი მაშინ ზემოთ უფრო დადებით. შეგვიძლია მანძილის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენ სამიზნესთან, მაგათად ეკვილიბრური დისტანცია. არა მეგვარი. ოკეი. აი. აი აქ ვარ და ქვემოთ ჩამოვედი. ნუ ეგ ცუდი არის ახლა, რადგან დავშორდით უფრო დაბალ rewards მივცემთ. ხო ხდება რომ რაღაცებს წვალდი. რაღაც არა ინტუიციურ რაღაც აკეთებ. ნუ არ ვარ დარწმუნებული კარგად პასუხში. ხო. ანუ პასუხი არის აქ, აბა თქვი გიდი. გიგით ეს ლერძე ასოხი არის რომ ყოველთვის უარყოფითი რიცხვი უნდა მიცე. იმიტომ რომ რაღაც მომენტში თუ მაინც მიეცი გადადი ის არ გაჩერდება. წარმოიდგინე აი აქ ხარ და რადგან ამით უახლოვდები სიტყვაზე, ან აქ ხარ და აქ მოდიხარ და მე ისე ან ლუპებს შექმნი. იმიტომ რომ რაღაც მომენტში დადებითი რიცხვი მიეცი. რადგან აქ თუ მოვახო თამაში მორჩება. და თქვა 15 ქულა მოაგროვე აქამდე რაღაც რადო რიცხვი თქვი. და აქ ხარ. ან რატომ მიხვალ? აქ თუნდაც 0.1 რომ მოქცი აქ. ჩახვალ და ისე მიხვალ, არ მიხვალ აქამდე არაზრს, ხო? ამიტომაც ის სწორი ინტუიცია სწორი იყო რაღაც ნიკა შენი რომ დასჯა ანუ reward-ით რო სულ დადებითთან ასოცირდება, მაგრამ დასჯაც მოსულა. შენ შეგიძლია რაღაც უარყოფითი რიცხვიც მიანიჭო. და ამ შემთხვევაში ეს შეიძლება რაც შეიძლება მალე მივიდეს, რატო? იმიტომ რომ ერთით ზედმეტი ნაბიჯი თუ დავკეთა, უფრო ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე იმ ერთი ნაბიჯის გარეშე. ამიტომაც ზუსტად მიმართულებას მიცემს საუკეთესო გრადიენტს მიცემს. მიხვდი ნიკა? ოკეი. ანუ აქ თქვენ -1 იქნება, -1000 იქნება თუ -0.1 აზრი არ აქვს, თავარია მინუსი. და ყველგან თანაბარი მინუსი. და ახლა რაღაც policy iteration როგორ მუშაობს? ჩვენ გავაკეთეთ random policy. დავიწყოთ random policy. რაც ნიშნავს, რომ ყველა სლაზე თანაბარი იმით წარმოარ policy რა არის? რომ ვიცი რომ სად რა სვლა უნდა გავაკეთო, ხო? random-ი ყველგან შემიძლია წასვლა. და მოდი ახლა რა გავაკეთოთ? თითოეულს დავაფიქსიროთ ბორდი და დავიწყოთ ესე. აი აქ რო ვიგე რა სვლები მაქვს შემიძლია. ანუ აი ამისი value რა იქნება, value ფუნქცია გამოთვალოთ. ანუ ამის value ფუნქცია გამოთვალოთ მოდი. ამისი ნულია, ხო, არაფერი სვლა არ აქვს რჩება თამაში. აქ რო მოხვედი მაგის მერე ნული ქულა გაქვს, მაგის მერე. ანუ აქ სულ ნულები იქნება. ამის value ფუნქცია რა არის? აქედან შემიძლია 4 მარტივი წასვლა, ზემოთ დავიკიდოთ, თვითონ ვერ წახვალ 3 მარტივი შეგიძლია, ხო? აქ თუ გადახვალ, ჩემი value როგორ ითვლება? ანუ immediate rewards, ანუ -1 დამატებული, სადაც გადადიხარ, მაგისი value. ხო? რადგან ახლა თავიდან ყველა ნულები ჩაუწერე value-ებში, თუმცა ყველა ნული აქვს value. აქ ვიყავი გადავედი აქ -1 და 0 ქულა დამეწერა. ანუ აქეთ თუ წავედი, მე მაგ -1 ქულა. ანუ აქეთ თუ წავედი, ჩემი ქულა დამიგროვდება -1. ანუ ჩემი quality ფუნქცია ამ state-ში და ამ action-ზე მარცხნივ წავშორდი და -1. აქედაც იგივე, ხო? -1 ნაბიჯის გადადგმაზე, 0 დამხვდა, იმიტომ რომ ახლანდელი მდგომარეობა 0-ია. ანუ აქედაც თუ წავედი არის -1. ქვემოთაც იგივე, ამიტომაც ახლა მან ვასაშუალოები, იმიტომ რომ მე სამივე policy მეუბნება, რომ სამივე თანაბარი გზაა. ამიტომაც ვასაშუალოებ და ვამბობ, რომ ჩემი ქულა არის -1. ჩემი value.
არის მინუსით, რომ ჩვენგან ყველა ვარიანტში ამ მომენტში თუ წახვედი სადაც -1 გექნება. რო დაფიქრდეთ ყველგან ამ მომენტში ყველგან იგივე ქულას მიიღეთ, ხო, აი თქვა ეს წერტილი ხარ. ზემოთ ახვედი, ოღონდ ამას ნახე, აქ რო დაიწყე, რო გამოთვალე, კი არ ჩაანაცვლებ, არა. კოპიორდა გაკეთებული, ყველა განაახლდა და მე ყველას ერთიანად განაახლე. ამ განაახლის ისე არ აკეთებ რა. ანუ აქ რო იყო ხო -1 0-ია. ანუ აქ -1 აქედან, აქედანაც -1, აქედანაც -1, აქედანაც -1, -4 დაყოფილი 4-ზე -1. ანუ ეს -1. ანუ ყველგან -1-ია, აქ იქნება 0, აქ იქნება 0. აი, ეხლა თუ სხვანაირადაა სახე. გეუბნება პასუხს. ეს პირდაპირ გეუბნება პასუხს, ესე რომ აი აქ როცა ხარ, ნახე, random policy ხომ არ ხო განვაახლე. ეხლა განვაახლე policies. policy რო განვაახლე, ეხლა მეუბნება რომ ყველა მეუბნება თავის მიმართულებას. და აქ ეხლა ნახე რა ხდება. მოიცა ჯერ არ აკეთებ, არა. მოიცა არა, მოიცა ჯერ უნდა გამოთვალ და მე უნდა განაახლო. მოიცა Okay, ხო. აქ რო ხარ, მოგეთ მარცხნივ მოდიხარ. მაგ დროს შენ გაქვს -1 ქულას არის immediate reward-ი, 0 ქულა ხდება value, ანუ აქეთ ამ ხარეს გაქვს -1. აქეთ ამ ხარეს გაქვს -1-დან 0. -1 რო გადახვიდე და მე რეგიონი რომ ჩემი value ფუნქცია არის -1. ანუ აქეთ გადავსვათ -2. შემოჩამოსვათ იგივე -2. აქაც ყოფს 3-ზე, იმიტომ რომ 3 სულა გაქვს, სულ გაკეთე 3. შეიძლება გაკეთდეს საკეთებელი და -5 გაყოფილი 3-ზე დაახლოებით -1.7. აქ როცა გადადიხარ, აქ -2 გაქვს. რატო? აქ გადახვედი -1, დამატებული -1 reward-ი და დამატებული -1 value ამისი, აქაც -1, -1, აქაც -2-ია. აქ რამდენი იქნება? აქაც იგივე. აქ იქნება -1.7, ხო? იგივე ლოგიკა, ხო? აქ და აქ. აქაც აქ დაჩერება, ანუ ყველგან იქნება -2.0, მარტო close set-ლებში და -1.7. ნახეთ policy როგორ იცნობა ამ მომენტში თუ ვიცოდი რომ ქვემოჩამ აქ მომენტში თუ მეგონა რომ ქვემოჩამოსვლაც თანაბრად კარგი სვლა იყო, ამ როცა ვარ ვიცი რომ აქედან ქვემოჩამოსვლა აღარ არის თანაბრად სწორი სვლა. რომ აქეთ მირჩევნია და უფრო მაგაში ლექსმენია ანაკანაკუნია. მე კიდე ხა ხელახლა. აქეთ თუ წამოხვალ გაქვს -2.7, აქეთ კიდე -1 გაქვს ბოდიში, აქ თუ გადახვალ გაქვს -3, აქაც -3, ანუ 6 -7 გაყოფილი 3-ზე არის 2.4. დაახლოებით, ხო, ზემოთან მიყოლებს. და ესე გამოთვლი ყველას და რაღაც კიდე და ეხა აქაც მაგალითად წარმოგიდგენე რომ ყველგან თანაბარი სვლა არის, მაგრამ აქ რო ხარ ანაგიჩენა და სვლა ანაგიჩენა აქედან 100 წამოსვლას რომელ დროს კარგავედრი 100 წასვლისას. მაგალითად ეს საბოლოო ჯამში policies ესე ანაცვლებ და რაღაც მომენტში უთასულობაში რო გააკეთებ ეს სიცხები გიზდება საბოლოო ჯამში. არის სადაწყობა რა ბოლოდე. ეს არის და აქ მესამე სულაზე ოპტიმალური სტრატეგია ვიცოდი. ანუ იდეას ხვდები, ანუ ჩვენ ამას ვქია chasing target. ანუ შენც არის სწორი პასუხი, ანუ სწორი value ფუნქცია არის. არასწორი, ნახე, ამის value ფუნქციას ითვლი ამის value ფუნქცია, რომელიც არასწორია. ამის value ფუნქცია არ ვიცი, ანუ შენ ფუნქციას ითვლი სხვა არასრული აპროქსიმირებული ფუნქცია. მაგათ ვქია chasing. ანუ საკუთარ თავს ეძებდები, მაგრამ საკუთარ თავს აუმჯობესებ. ანუ იგივე რომ y-იც შენივე prediction-ი იყოს, მოკლედ. ანუ შენ დააფრედიქტო y-ი და მე დაფრედიქტებული y-ზე მე შემდეგ ჯერზე მაგ y-ზე გააკეთო loss-ი. რაღაც იგივე უნდას გავს რა. ანუ შენივე თავს იყენებ შენივე თავის გაუმჯობესებაში. ხო? და აღმოჩნდა რომ თუ საკმარისად კარგად გააკეთებ, სწავლობ. ამ value ამას ვქო policy iteration და ამასობაში სწავლობ. ნეფლიქს. ნებთ ამ ალგორითმს. კი, ნო. ანუ სიმულაციიდან ამაზე თუ ბევრი თამაში ქვია.
ან ბევრი ვითამაშე, ბევრი გამოთვალე, ეს რომ იქნა რა შედეგს მომცემდა და ახლა მე მიყვანა ამ ყველაფერმა. და გარე მაგის მათემატიკური მხარე რატო იმუშავებს, ან ეს ლოგიკა რა არის? ან თავიდან პოლისის ვამოვრო არის რანდომი და რაღაც value ფუნქციებს რაღაც ასევე რანდომ რიცხვებით, მეტად ნულებით ვაკეთებ. ახლა ნულით ვიწყებ თითოეული state-ისთვის ვიღებ მაგის value ფუნქციას და მაგის value ფუნქცია არის ეს p არის ალბათობა. ან ალბათობა რა არის? ზოგ თამაში შეიძლება იმას ბეგამოში. შენ გინდოდა რომ რაღაცას ვა გააკეთე, მაგრამ რაღაცა რანდომ ნარგი რა ბეგამო. რაღაცა რანდომულობა შემოდის, რაღაცას ვერ გააკეთებ. ან შენ გინდა რომ მარცხნივ წახვიდე, მაგრამ რაღაც ქარმა დაუბერა და ვერ წახვედი მარცხნივ. რაღაცები ხდება თამაშებში, ეგეთები რაც რაღაც ისა ინვაირომენტია, ისე რომ შენ შეიძლება რაღაც პლოვა მიიღო, გეგონოში რაღაც სეტში გადადიხარ, მაგრამ აქ სეტში ვერ გადახვიდე. ამიტომაც აქ არის ეს ალბათობის ნაწილი. ამაზე ამრავლებ და ეგრეთ გამოთვალთ, ანუ ეს არის immediate reward დამატებული სადაც გადახვედი, იმზე და ყველა state-ისთვის და reward-ს ვაკეთებ მაგას, ჯამალ, მე მაგათ შორის და პოლისის კიდე მაგათ შორის მაქსიმუმს ირჩევ. ხოთენიკო. აი, წეგანს ხრშის გამოხდა რა, რიცხვები ნელა არადისკრეტული ხდებოდა და იმ ალბათობის გამო, ხო? ანუ ალბათობის რო იყო. ხო, ანუ თავიდან ხო. იბატონო. და მოგამ ამის ამოხსნის ბევრი გზა არის, დინამიკური პროგრამირება არის, policy iteration არის და მოგეს დათქვით ეგ არის და ამ დროს რაღაც value ამას რო აკეთებ, მე ამაზე policy-ს აუმჯობესებ, მე policy-ს რო აუმჯობესებ, მე იმას ვცვლი და ასე შემდეგ რაც ესე შეიძლება ის ნახოთ თუ არის განახილება. არა ეს ნახატი. ეს ფორმის ნახატი. აი ეს ნახატი. ნახე თავიდან რაღაცა ნახე value გავუმჯობესე, მაგის მე policy შევცვალე საკუთრ გზა რა არის, მაგის მე value გავუმჯობესე, მე policy შევცვალე, policy გავუმჯობესე value და ესე მიდიხარ. და საბოლოო ჯამში ორივე convergence აკეთებს საუკეთესო მნიშვნელობებს. თითქოსე ნახე ხოლმე საუკეთესო და საუკეთესო p. ხო. და მაგ დინამიკურ პროგრამებით ხსნიან ხოლმე რა როგორც ეს. კარგი. ეს არის ერთ-ერთი ალგორითმი, როგორ ხსნიან მაგას. არის კიდე Q-learning. რაცა თუ არის Q-learning-ი წესნა იყოს. აგრეთვე ამუშავებს აგრეთვე. აი, Q-learning-ი უნდა იყოს აუცილებლად. Q-learning of policy control. Learning of policy assumed children. That's significant. ეხლა Q-learning-ი რა არის და Q-learning-ი არის ეგეთი რაღაცა, აი ახაც მოხდესით. მოდით უნდა მეწეროს მაგალითად ტაბულა Q-learning და განახილება. მოდი კოდად განახილებ ბავშვი სახანი ადავდეთ კოდზე და განახილებ. რამდენად მომყვებით ისე? რა ვიცი, საკმაოდ. ოკეი. ეს არის Q-learning-ის კოდი. ეს არის აგენტის კოდი რა. ეს არის რაღაც ტაბულარული Q-learning, რომელსაც ის არა მაქვს, ხო, ტრენინგ ფორმა. ხო. ეხლა ნახე Q-learning-ი როგორ არის რა, ანუ კლასი არის აგენტის, აქ მაქვს learning rate-ი, რაღაცა gamma, epsilon რაღაც epsilon არის გეტყვით. Epsilon decay, ანუ epsilon როგორ ცივდება, number of action, number of state. პირველში ასეთ ვაკეთებს არის რომ key values არის რომ ანუ რადგან ეს არის ტაბულარული data. ტაბულარული data ნიშნავს რომ სასრული რაოდენობა დისკრეტული state-ები მაქვს, ანუ მე შემიძლია ცხრილი გავაკეთო. სადაც row იქნება state, queue მექნება, action მექნება.
action-ი მექნება ეს და მექნება Q ფუნქცია ჩაწერილი შიგნით. მიხვდით? ან ფუნქცია კი არ მექნება, lookup table-ი მექნება, რომ შემეტყვი states, მეგეთყვი action-ს და მაგათ თანაკვეთა იქნება ქულა max state-ზე action-ს რა, გოლი რა. და ამ შემთხვევაში თავდავიწყებ 0-ით. ან ასე, თავდავიწყებ ამას. ამისი learning-ის კურვი აქაც იგივეა. Frozen Lake Vinuli არის, რომელიც თამაში ნახოთ და უცდესებს. Აკეთე ლეკანი გავამზადებ. ეს არის როგორი თამაში, იცით, ეხლა მეზარება რაც ეს გაზიარება არის, იგივე ამოცანა, რაც ვთქვით, როგორ შეიძლება ჭაში ჩავარდე და რაღაც წერტილი დაიწყებ და რაღაც წერტილში არის N-ზე ის არის, მაგრამ აი გავაზრდით ასე, წარმოვიდგინოთ თამაში როგორია. მაგრამ reinforcement learning-ის მუღამი სხვა შორის ის არის, რომ სულ არ აინტერესებს თამაშის არსი რა არის. შენ თუ environment-ში კარგად აღწევ, აი ხო ხდებით იდეა რაც არის რა. ან სადღაც იწყებ, სადღაც არის პრიზი და უნდა მიხვდი რა შეიძლება სწრაფი გზით. ოღონდ გზადაგზა არის ისინი რა, ლეიქები და თუ ჩავარდი, აგებ თამაშს. მიხვდით? ზევით პატრონი კუთხედი რა არის? მანდიცებ, ეგ არის სახით, სადაც იცნებ. ანუ ფიქსირებული სტარტია. ხო, ზედა მარცხენა იწევ და ქვედა მარჯვენა მიდიხარ. ოღონდ ისე დამოკიდებული სად არის რა. აი, ეგ თამაშია. და აქაც იგივე, ანუ გარე ლუპი არის იგივე რა. state-ი დავარესეტე, score 0 მაქვს, სანამ არ არის action-ს აგერც ვობნები რომ ამ state-ზე action-ი მომეცი. მერე environment-ს ვობნები რომ ამ action-ზე state-ი reward-ი დანი რაღაცები მომეცი. მერე ვობნები რომ ამის მიხედვით აბაჯიგა რომ ისწავლე, score-ი შეინახე, state-ი განაახლე რომ ახალ state-ში გადახვედი, ხო? და score-ები შეინახე და დაპრინტე ბოლოში. იქნებ გავუშვა ეს კოდი და ეგ მაინც მაქვს ჩაწერილი მაგის ჯინი და არ ვიცი. აი სად ვარ, ახლა მინდა ამბოლარ. იმერმუში და Python რენდერი არა აქვს ამას. Python აქ არის ისე მარტივი არაფერი. რა შეიძლება ხა უშუალოდ აგენტის კოდი როგორ არის რა? არა და სადღაც დავახენე რა. სადღაც ირაკლიმ პეკეჯების დაპირმა კარგად გვასწავლა. როგორ? პეკეჯების დაპირმა მაგითოა კარგი იდეა. ხო. აი სადღაც ყველა ხმაინც დაიწყებს. Install აი, სადღაც გადიდავს ხა ეს მაინც. მოგეთ ახლა როგორი ხსნა ხა ეს Q learning როგორ მუშაობს? Get best action-ი, რაც არ მიხსენები ერთი არის რომ ზოგადად როცა აკეთებ reinforcement learning-ს, არსებობს ეგეთი დილემა exploration versus exploitation. აი, ეს სლაიდს გავაზიარებ და სლაიდზე გადავალ. Exploration versus exploitation. ანუ ეს რას ნიშნავს, ნახეთ? რაღაც მომენტში მოდელი დაამუღამებს, რომ ეს კარგი ქულაა რა. მაგრამ პრობლემა არის, პრობლემა არის, რომ შენ თუ როცა ბევრი არჩევანი გაქვს, აი რაც გავს იცი რაღაც ერთი რესტორანი რომ ნახო და ძალიან დაგევასა და მეტი არაფერი აღარ, ანუ სხვა რესტორანები არც იბეთრო ეს მუშაობს, კარგია. მაგრამ იქნებ უფრო მაგარი
იქნებ უფრო მაგარი საშუალება იყოს თუ უფრო მაგარი რესტორანი იყოს და შენ არ გიცდია რა. ამიტომაც აუცილებელია რომ რაღაც მომენტში რანდომად ცადო ექსპლორეიშენი. იდეა გესმით ხო რაც არის? ან როცა შენ აკეთებ exploitation-ს ან რაღაცა დაამუღამენ სულ მაგას აკეთებ, არის შანსი რომ არაეფექტური რაღაცა როცა თამაშობ შეიძლება რაღაც ისწავლო, მაგრამ ეგ არ იყოს ყველაზე ეფექტური და შენ თუ რაღაც მომენტში რანდომ სხვას გააკეთებ, აი მუტაციებს გავს გენეტიკურ ალგორითმში რა. და ადაპტაცია აუცილებელია თან რა არის იცი მით უმეტეს თუ ერთხელ მაგრამ ეგეთი ის არსებობს თეორია ეგეთი ის არსებობს ჩატარებული ექსპერიმენტი რომ შენ ვადგენ და რაღაცა თქვაც აიღო რაც ორი რაფია rate ნაკლია მაგას ნეტექში მაქსოლს აქვია ამოხსნები სულ ვირთხა ორი ვირთხა რო აიღო ვირთხა რო აიღო და მიც ეგეთი რაღაცა რა ერთგან დადო რაღაცა ორ არჩევანი მიწერა ან მართლობას არ მარტო რომელი რაღაცა ხუთი აერჩიო მეოა და უნდა აერჩიო ციფრ თუ ლურჯი ადი პირველ რაღაც აერჩია და მერე მან რაღაც მიიღო რაღაცა ყველი მერე მეორეს დააჭრა და დენმა დაარქვა მეორეზე. მაგის მერე პირველზე რო სულ დენმა არქას მაინც სულ პირველს აერჩევს და არა მეორეს. და მათემატიკურ მოდელირებაში ეს რაშიც გამოიხატება არის რომ შენი მოლოდინი ან quality ფუნქცია ამ stage-ში მარჯვნივ წასვლის მარჯვენის არჩევის არის -100, თქვა -100 ქულა არის თუ დენის დათვა და 10 ქულა არის 10 ქულა არის რა ქვია იმას 10 ქულა არის ყველი რა და აქ შენ თავიდან 10 ქულა აიღე და მე ყოველ ჯერზე -100 იღე მაგრამ მაგის ის საშუალო რო დათვალო -100-ზე მეტი ხო იქნება ყოველდღე რაღაც ერთი მაინც დადებითია ხო 10 ქულა აიღო ამიტომაც რო შეადარო ამ მომენტისთვის ყოველთვის ეჯობია იმიტომ რომ თუ შენ გრიდად წახვალ ან ახლა ამ დროს როცა შენ პოლისი დაალაგე შენ თავშე პოლისი დაალაგე მარცხნივ რაღაცა -100-ზე დიდი რიცხვი არის მარჯვნივ -100-ია აქ ყოველ არჩევაზე -100-ს გარყავს და შენი საშუალო მაინც არის რაღაცა და მარჯვნივ არის ერთხელ დაგარყვა -100 მაგის მერე შეიძლება ყოველდღე 10 ან ყოველ წასვლაზე 10 ქულა მოხდეს ან ერთჯერადი შეფასება საკმარისი არ არის იმიტომ რომ შეიძლება შენ ისეთი ცუდი state-დან დააკეთე action-ი რომ უბრალოდ არ ვარგოდა რა ეს კომბინაცია არ ვარგოდა ამიტომაც exploration არის აუცილებელი რაღაც პერიოდულობით სადო random სვლები იმიტომ რომ მაგით შეიძლება რაღაც ახალი გზები ანუ ხვდებით ხო იდეას რო გაიზარდო რაღაც სხვა ახალი უნდა ცადო რაღაცაც შენთვის არის ძალიან საუკეთესო არ არის აუცილებლად ყოველთვის ექსვა გააკეთო მით უმეტეს ტრენინგის დროს როცა სწავლობ მერე უკვე ინფერენსის დროს შეიძლება დაიკიდო exploration-ის ნაწილი მაგრამ ტრენინგის დროს აუცილებლად უნდა ხდეთ რა ოკეი და ეხლა კაი გავაზეროთ კოდი და მაგას განახილეთ რა ხო, და კარი ეგეთი რაღაცა რა, თავიდან იღებ მაქსიმუმი არის საუკეთესო იღებ, detection ფუნქციაზე დაგებ, ხო? არანდომებ თუ დარანდომებული რიცხვი რაღაც ეფსილონი მაგა, მაგრამ 90 თუ 0.9 თუ ეფსილონი ნიშნავს, რომ 90% შემთხვევაში იღებ რანდომს, 90% თუ იღებ 0.1 ნიშნავს, რომ 10%-ში 10%-ში არადოებ 90-ში საუკეთესოს ირჩევს. საუკეთესო რა არის? გადაუყვები ამ თელ state value-ების actions, ამ state-ზე მაგ rows აიღებ და მაგაში argmax აიღებ. ეს ცოტა რატომ იწერია, არ ვიცი, იმიტომ რომ NumPy-ა და კიდევ argmax-ი შემიძლია ამოვიღო. NumPy არა ჩვეულებრივი არის, მაგრამ მაინც სულელი მიწერია ეს რა არის.
პირდაპირ ანალიზს ძალიან ამჯერად 5 წლიანი კოდია. და argmax იღებ რა პირდაპირ. და get-best solutions არანდო ეს არის რა. იქ რაღაც პერიოდულობით epsilon-ს ამცირებ, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გავა ის learning rate-ს გავს რა. რაღაც დროის მერე ნაკლებად გინდეს რანდომები და უფრო ჩამოყალიბებული ხარ. თავიდან არ უნდა ჩამოყალიბდე, როცა ბევრ გამოცდილებას მიიღებ, ძალიან ადამიანურია, ხო? როცა ბევრ გამოცდილებას მიიღებ, მე გინდა რომ დაფიქრდე უკვე იმაზე რა, რაც იცი რომ იმას გაყვე და აღარცა თუ რაღაც ახალი. და learn რა არის, ხა მთავარი რა არის, სწავლება რა. ყოველ ჯერზე გადმოგეცემა state-ი, რა action-ი გააკეთე, რა state-ში გადახვედი და რა reward-ი მიიღე. ეხლა შენი Q ფუნქცია რა არის? შენ Q ფუნქცია როგორც value iterაციას აკეთებ, უბრალოდ იგივენაირად. შენ Q ფუნქციას ანახლებ, როგორ ანახლებ. ეს არის საუკეთესო, ანუ new state-ზე, სადაც გადახვედი, მაგის საუკეთესო action-ს იღებ და ნახე რას აკეთებ. ეს best action-ი არის, ანუ სადაც გადახვედი, მაქედან საუკეთესო რაღაცა. ამიტომაც შენი ახლანდელი Q value არის რა? ესე learning rate, ანუ უმატებ, ანუ ფაქტობრივად შენ უმატებ gradients, რაღაც gradients, ანუ gradienti რა არის? Gradienti არის Q ფუნქცია გამოთვლილი ორნაირად. ნახე რომ რას ნიშნავს ორნაირად. ერთი არის ნახე როგორ. შენ როგორ შეიძლება Q ფუნქცია დათვალო ამ მომენტში? ეს შეიძლება დათვალო ორნაირად, ხო? პირველი არის პირდაპირ ჩაიხედო, რა state-ი გაქვს და რა action-ი და მაგის ფუნქცია Q value რა არის და მეორე გრძელი ფორმულით ხო წეღარო გამოვიყვანეთ. ეგ რა არის? ახლა რა reward-იც მიიღე, დამატებული discount ფაქტორი გამრავლებული სადაც გადახვედი მაგის Q value-ზე. ზუსტად ეგ წერია. ერთი არის მე რაც მგონია ახლა, ანუ ეს არის მე რაც მგონია, ეს არის ნაღდი პასუხი და ჩემი დაპრედიქტებული. მოდი წერე ჩემი დაპრედიქტ. ხო, ანუ რომელიც აქ აზრი არ აქვს რა. და აქეთ ნახე რა არის? აქეთ არის rewards, რაც მივიღე ამ action-ში დამატებული გამა არის discount ფაქტორი. გამრავლებული რაზე? აი ახალი state-ის ახალი action-ი. ანუ იმის Q value, სადაც გადავედი, მაგისი Q value. მიხვდით? და თავმჯდომარე მე და ჩემი კომენტია. ალექს აվել ქედიაშვილი თქვენ მიხვდით? ლაიქები რა არის? ანტონ მიხვდით? გასული ვიყავი. გასული ვიყავი, ოკეი. ორნაირად გამოთვალეთ, მოკლედ Q ფუნქცია, Q value. ერთი არის პირდაპირ ჩვენ ხო table გვაქვს ამ Q value-ზე. ერთი არის პირდაპირ ჩავიხედეთ ამ Q value-ში. და მეორე არის რომ გამოთვალეთ იმ ფორმულით, Bellman-ის equation, ხო? ეს არის reward დამატებული, discount-ი გამრავლებული, შემდეგ საუკეთესო Q value-ზე, ხო? სადაც გადავედი იმის Q value-ზე. და ეს არის learning. და ყოველ ჯერზე ასე თითოეულ action-ს ვანაცვლებ ასე. და მუშაობს. ეს არის ტაბულარული Q learning. ამას აქვს ერთი პრობლემა, ერთ აგერს უნდა მორჩები რა. ვიცი რომ ძალიან ძნელია ხეთ ამ რაღაცა. ამას აქვს ერთი პრობლემა. როცა action-ი, როცა input-ი არის სასრული, გასაგებია. რომ პირდაპირ აგებ Q tables და ესა tables აგებ და შეგეცა ყველაფერს გასაგებია რა. მაგრამ როცა input-ი გაქვს float-ი, კოორდინატებია, რაღაც 20.23. ძალის სიგნალებია, მაშინ ასაკეთებ. მაშინ ხო tables ვერ ააგებ. და ზუსტად მაშინ შემოდის neuron cell. ჩვენ რა გითხარით, მეც, სანდრომაც, ანზორმაც, ყველა მამათები ვიგითხეს. ნეირონული ქსელი არის საუკეთესო აპროქსიმატორი ფუნქციის. ახლა ეს წინდება, რომ ნეირონული ქსელი ცდილობს რომ ფუნქციის აპროქსიმაცია გააკეთოს. და Q ფუნქცია.
ხო და იმისათვის რომ table მქონდეს, მოდი ნეირონული ქსელის input-ი იქნება state-ი და output-ი იქნება კლასიფიკაცია softmax-ი action-ებზე. ოღონდ ეს მუშაობს, როცა action-ები დისკრეტულია. ცოტა კიდე უნდა შეცვალო, როცა ისიც float-ია, output-ი როცა float-ია, ცოტა უნდა შეცვალო მეგონა რა. მაგრამ ერთით გადასვლა არის ეგეთი, რომ როცა გაქვს state-ი, გინდა რომ გაიგო მაგის q ფუნქცია. value ფუნქციას აკეთებ, უფრო ბოდიში value მაცა. ხო, q ფუნქცია არის, რომ ხო, q ფუნქცია შედის state-ი, გამოდის softmax-ი, softmax-ი გამოდის action-ებზე და საუკეთესოს იღებს მაგიდან. ეხლა ნახოთ აი deep q learning. აქ არის რაღაც hardcore ეს ამოცანა, ეღერობით ხარით. და აკაც loop იგივეა. საუკეთესო action-ი აიღე, step-ი გააკეთე და ისწავლე. იგივეა ზუსტად. ეხლა როგორ სწავლობ, ნახე? აქ მაქვს ეგეთი network-ი, Q network-ი. Q network-ი ნახე რა არის? input dimensions-ზე უბნები არის ჩვეულებრივი ძალიან მარტივი რა. MSC loss-ია, იმიტომ რომ mis-squared error-ი არის, იმიტომ რომ ჩვეულებრივად არაფერი კლასიფიკაცია მანდ არ არის ჩვეულებრივად ისა. და n-ში ნახე მნიშვნელოვანი რა არის? linear output-ი არის, ესე იგი რა გასაუბრად შემოგვიდგებული ჩვენ ესე ეს input დინი არის რამდენი state-ი გაქვს? 128 არის შიდა კიდე layer-ის ნომა და 128-დან n-action-ი, ანუ action-ებზე გადადიხარ. და ჩვეულებრივად ბოლოში და softmax-ი შეიძლება არც უნდა და softmax-ი მართალია. просто რიცხვები არ უნდა softmax-ი მართალია. ესე ამხარებს просто relu-ში გაატარებ ერთს, მერე მეორე fully connected-ში გაატარებ და relu-ს აღარ უნდა ბოლოში გადიხარ ჩვეულებრივად. ან ეხლა რა საკეთებ? ჩვეულებრივად ხსნი ამ q network-ზე ეხლა ნახე რა ხდება. detection-ი არის ისე ვიდეონაირად, ეხლა ნახე როგორ. ჯერ ისევ random choice აკეთებ, ახლა თუ random-ია random საბუნებ, თუ არა და ნახე რა საკეთებ. states გადაიყვან tensor-ად, ესეც საშნელი კოდი მიწერე ხარ უყურებ. states გადაიყვან tensor-ად და argmax ამოიღებ forward-ში რო გაატარებ states. ანუ states რო გამოიღებ, მაგალითად ყველაზე მაგალი argmax-ას წინე იმას ამოიღებ ეგარი შენი action-ი. ხო? decrease epsilon იგივე ფუნქციაა და learn-ი ეხლა ნახე რა ხდება. აქაც იგივეა. ანუ q სიტყვი ორნაირად. ერთი ეხლა რო გამოთვალო პირდაპირ q წინაზე თუ ქონდა table, ახლა გაქვს პირდაპირ ფუნქცია network-ი. შევუშვებ states, გამოგივა action-ები. ამოიღებ რომელი action-ს გააკეთე და ეგ არის შენი q ფუნქცია states და action-ზე. ეგ არის ამ მომენტში. მაგრამ მეორნაირად შეგიძლია გამოთვალო ფორმულით, ხო? ფორმულით როგორ გამოთვლი? reward-ი რაც მიიღე, გაუმატე რა state-შიც გადახვედი, ეგ გაატარე network-ში და მაქედან საუკეთესო action-ი რაც იქნება, მაგისი ქულა. ეგ არის ორნაირი დათვლილი. და ეგ არის შენი loss ფუნქცია. ამორის სხვაობა. აქაც ძალიან სწორი ინტუიციური კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ, რომ მოიცა მას, იმიტომ მუშაობს deep learning-ი, რომ მე მაქვს ground truth-ი, ანუ y-ი მაქვს და ჩემი prediction-ი მაქვს. და ამ ორში მე საბოლოო ჯამში მე გამოთვლი loss ფუნქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მუღამე რომ სწორი პასუხი მაქვს და არც ისე სწორი პასუხი მაქვს. ჩემი დაფედიკებული. და აქ ისე მაქვს რომ ჩემი დაფედიკებული პასუხი მაქვს და სწორ პასუხად ვასაღებ მეორენაირად დათვლილად. მაგრამ აქ იდეა რა არის? რომ მე მინდა რომ q ფუნქცია მოდი ჯერ სანამ ავხსნი რატოა ეს მაინც რატო მუშაობს. შეგიძლიათ ის მითხარით თუ გაიგეთ რატო არის საინტერესო ეგ რაღაცა, რატო არის ეჭვის შესატანი რატოა ყველაფერში, რომ რატო სწავლობ საერთოდ. მაგის ინტუიცია თქვენს გაგიჩნდათ, რომ მოიცა კაცო სად არის ნაღდი პასუხიც არა, მაგრამ მოდი კოსაც განახეთ, ხო? რა გავაკეთეთ 0 გრადი როგორც თავიდან, რა თქმა უნდა, გავატარეთ ჩვენ გადავიტანე, ერთი პირდაპირ გამოვთვალე, მეორე მომავალში გავატარე, ნახე, next state-ი მომავალის საუკეთესო value ამოვიღე და target q არის reward-ს დამატებული დამაჯერ მომავალი state-ის q. ეს არის ერთმანეთს დათვლილი და loss ფუნქცია არის ჩემი პირდაპირ
network-იდან დათვლილი და იგივე network-ში როგორც შემდეგი state-ის დათვლილი დამატებული ახლანდელი reward-ი. ორნაირად დავთვალე ეს ყველაფერი და მე მაგაზე loss ფუნქციას ვაკეთებ და მაგაზე ვაკეთებ backpropagation. და სანამ ახსნი ეს რატომ მუშაობს, ჯერ მინდა კითხვა დაგისვა თუ გაიგეთ რატო შეიძლება გაგიჟდეთ ინტუიცია რომ არ უნდა მუშაობდეს. გიგი ახალ გიგი ემიკო მართლა გვერდები არ მოგატყუებ. deep learning-ში როგორ რა მუშაობს, ხო, გაქვს Y-ი. კითხვა არის რომ რასაკეთებ, ხო? ანუ კითხვა არის რომ ანუ loss ფუნქციას უყურებ როგორ ითვლება? ერთი ანუ q values უკვე ორნაირად. ერთი პირდაპირ ჩემ networks ვეკითხები, მეორე კიდე დელმანის equation-ი ხო გახსოვთ, ეგ არის რომ ჩემი ახლანდელი q ფუნქცია ამ action-ზე და ამ state-ზე არის ამ action-ს რო გავაკეთებ ამ state-დან რა reward-საც მივიღებ, დამატებული გამაჯერ სადაც გადავედი, იქიდან საუკეთესო q ფუნქცია. ეს ხო იყო p-values ფორმულა. იმ ფორმულა გამოყვანილი, ხო, მხოლოდ ჩანაცვლებები იყო ფორმულები, არაფერი სწორი ფორმულა არის 100%, ხო? და აქ ჩემი loss ფუნქცია გავთვალე ისე, რომ ჯერ გამოთვალე, ეს ორნაირად დავთვალე ეს p-value რა. ერთი დავთვალე პირდაპირ რომ ვკითხე, ხო? ჩემ network-ში ვკითხე, მეორე კიდე ავდექი და ის გავაკეთე rewards დავუმატე გამრავლებული შემდეგი საუკეთესო p-value. სადაც გადავედი, მაგის ის საუკეთესო q-value, ხო? და ეს არის მეორე q. და მე აქ y-ი არ ამაქვს. ორივე მე გამოვთვალე. და ამ ორზე ვიტყვი loss ფუნქციას და კითხვა არის ეგეთი, რომ ინტუიცია უნდა გეუბნებოდეთ, რომ ეს ამან არ უნდა იმუშაოს. და გეუბნება ინტუიცია რომ არ უნდა იმუშაოს. კითხვა არის ეგ. არ გონია რომ იმუშავებს? გონია რომ იმუშავებს, იმიტომ რომ ხო თქვით თავიდან რა. ანუ ეხლა მანდ შემდეგი ეტაპისთვის ეს ხო რეკურენტულად მიდის და აი შემდეგი სტეპი რაც იქნება, ხო შემდეგი სტეპისთვის ეხლა რაც target q გვაქვს, ხო შემდეგ სტეპზე უკვე current q იქნება ეგ. და შემდეგი აღარ იქნება, ანუ ნახე, ამას gradient ისეთ რომ დავაკეთებ, ეს აქედან რაღაცეთი აღარ გამოწვევა, network-ი შეიცვლება. ხო. ნახე, სხვაგან დახვედი მაინც, მოდი დროისაც გავირცა, უფრო მალე და მოვშენე ყავით. იდეა არის, რატომაც არ უნდა მუშაობდეს, არის რომ deep learning-ი მუშაობს, რომ ნაღდი ფიქსირებული y-ი გაქვს და ახლა გაქვს prediction-ი. და ნაღდი ფიქსირებული y-თან აკეთებ ამის loss-ის გამოთვლას. და აქაც ნაღდით შენ გამოთვალე, ესე შენ გამოთვალე და ძალიან არასტაბილური უნდა იყოს და პასუხი რომ მართლა არასტაბილურია. მაგიტომ აქ ამდენი სხვადასხვანაირი მეთოდი. ეს ძალიან არასტაბილურია. დასაკეთებენ იცი? არის რომ ორცალესეც აკეთებენ. ორცალესეც აკეთებენ და ამ ყოველ ჯერზე ერთი თითვლიან ამას, მეორე თითვლიან ამას. და მე ამას ერთი არის target ცალკე network-ია, რომელიც აქ ჩვეულებრივი network-ის კოპიურია. მაგრამ რადგან ესეთი ცვლილება და ძალიან სწრაფსაბადი ცვლილება და ძალიან არასტაბილური ტრენინგია, რასაკეთებენ იცი? ამ Q-ს ცვლიან, ნახე, ამათ აქვს ერთნაირი წონები. მერე ამით ამას ყინავენ და ამას ატრენინგებენ, ანუ ამას ისე ვიყენებენ ტარგეტად, მაგრამ ტრენინგს ვექტორს უკეთებენ მხოლოდ ამას. იმიტომ რომ მერე action-ებით შეიცვალოს. და ყოველ 15 წვლაში ამის წონას აკოპირებენ აქ, მაგალითად, ხვდები? ანუ ძალიან უცნაურ რაღაცებს აკეთებენ. მე რეცაგად აქტორი და კრიტიკი. ანუ რასაკეთებს ერთი აქტორი, რომელიც action-ს აპრედიქტებს და კრიტიკი არის, რომელიც მაგის action-ს იღებს, state-თან ერთად შეკავს input-ში და გეუბნება ქულას, რამდენად კარგი არის, რომ გააკრიტიკოს.
და აი სასწაულად საინტერესო რაღაცებს ამატებენ, რომ ეს არასტაბილურობა რაღაცა აღმოფხვრა, რომ სწორი ინტუიცია არ უნდა მუშაობდეს. მაგრამ მაინც რატომ მუშაობს თუნდაც იმ რაღაც adjustment-ები. მაგის ინტუიცია არის, რომ შენ გინდა რომ შენი მიზანი არ არის, დაგვეწარა, შენი მიზანი არ არის ზუსტი რიცხვის დაფერი ხდება. ზუსტი key-value რა არის. შენი მიზანია, რომ ლოსი იყოს 0. ანუ შენ რო გამოთვლი rewards 100 და 100 მეტნაკლებად ერთნაირი იყოს. თუ შენ ამას მიაღწიე, ნიშნავს, რომ შენ Q ფუნქცია ისწავლე. იმიტომ რომ თუ ამას პირიქით სწორია, რა უკულოგიკა სწორია. თუ რაღაცა ფუნქცია ამას აკმაყოფილებს, ესენი სწორია. ეგ რაღაცა Q ფუნქციად გამოდგება. იხდი? ან თუ ამას აკმაყოფილებს, რომ ამათი 100 გამოთვლა და 100 გამოთვლა დაახლოებით ტოლიცხვებს აჯენს, ესე იგი შენ Q ფუნქცია ისწავლე. ამიტომაც ნეტვორკს ჩვენ არ ვეუბნებით, რომ იდეალურად სწორი რიცხვი ამას ზუსტი რიცხვი სულ ფეხებზე კიდია. თავარი არის, რომ აი Q ფუნქციას აი ეს თვისება სწორი ქონდეს, ხვდები? ამ თვისებას აკმაყოფილებს, რომ 100 გამოთვლი და ისე გამოთვის ერთგივე რიცხვებს და თუ ნეტვორკმა ეს ისწავლე, ესე იგი Q ფუნქცია ისწავლე. მეგრით ამას აი ინტუიცია მინდა მხოლოდ ამის. ეს ოლიმპიადაზე არ გაქვს, უბრალოდ საინტერესო არის, ფან არის გონთავები გაგეხინათ. არნაირი ფანის არ გამოვიდა. მაგრამ რაღაც ინსპირაცია შეიძლება აი ლოს ფუნქციაზე თამაშან, რატომაც უნდა ახსნა არის, რომ ძალიან უცნაურ რაღაცაა, ხო, ground truth-ი არ გაქვს და ესე ეთამაშები. რაღაც საინტერესო იდეაა ესეც რა. რაც შეიძლება რომ გამოგაც იფიქროთ რაღაცაზე, ის რომ რაღაც ორჯერ random პასუხები რაღაცების პროგრამაში გეხმარება. და ზოგადად საინტერესო თემაა ეს reinforcement learning, რატო არა? თუნდაც მოყვრით მაინც იცოდეთ, ხო? ეს ბელმანი გაგებული ქონდეთ, ბელმანის განტოლება და quality ფუნქცია და value ფუნქცია და policy რა არის რა. თუ და გაინტერესებთ, მე ბევრ რაღაცას გაგიზიარებთ. მაგრამ ეხლა ამაზე არ კონცენტრირდეთ, მილიონი საქმე გაქვს გასაკეთებელი რა. რამე კითხვები ხო არის გაქვთ და გავიდით ბოლოში რა. ამას გითი ხო არ აქვს, ხო არ გაქვს რომ გაგვიზიარო. რამას რა არა? GitHub-ზე ხო არ გაქვს ეს რომ გაგვიზიარო. GitHub-ზე მაგათვილი, კი, ჩემი GitHub-ზე არ დაკვამები. აგიზიარებ. მინი ექსპერიმენტებს შევატარებ, ცოტა უფრო კარგად გავიაზრო. კი, ძალიან ფან არის, ძალიან ფან არის. ოღონდ ოლიმპიადამდე არ ხსნათ რა. ოლიმპიადამდე მიგები საქმე აქვს გასაკეთებელი. აი, კიდე კითხვები? აი, მოდი მაშინ გამოვთოთ. მოდი. მოცა